შუადღე მშვიდობის დღეს 7 აპრილი გახლავთ 13 საათი საქართველოში. დიდი შესვენების გუნდი თქვენთვის იღებს მუშაობას. ნახოთ მცირე ანონსი და გიბრუნდებით ეთერში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ინკლუზიური სწავლების ცენტრები, გადაცემაში სტუმრად 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამრიკო გოგიშვილი და ამავე სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის კოორდინატორი სალომე მშვენიერაძე. ბუნების მეტყველთა კლუბი, STEM კრეატივი, თემაზე ვრცლად ისაუბრებენ მე-18 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი მაგდა ხაბაძე და ამავე სკოლის მოსწავლეები ლინდა ჯაიანი და ნინო მახარაძე. ნახოთ ლექსო ბერიძის სიუჟეტი, ახალი თაობა. სფერო ჰოლდინგი, იპოთეკით და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაცია. მესენჯერ ჩართვით შემოგვიერთდება რამაზ გერლიანი და გიგა წუოლეისკირი. საუკუნის სევდა მოგონებებში. ორჰან ბერიძის წიგნის პრეზენტაცია. მესენჯერ ჩართვით შემოგვიერთდება ორჰან ბერიძე. ყოველთვის შვადღის ეთერი ეთმობა ხოლმე არაფორმალურ განათლებას და ინკლუზიურ საკითხებს და მე მიხარია რომ ჩვენ ამ თემებს ფართოდ ვაშუქებთ. დღეს კიდე ერთხელ ვისაუბრებთ ამ თემაზე სტუმრებთან ერთად. შესაბამისად, მანამდე მოგასწვით ინფორმაციას, რომ აჭარის განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში კიდევ ერთი არაფორმალური ინკლუზიური განათლების ცენტრები ამოქმედება. ამ თემაზე უფრო ვცლად გვესაუბრებიან ჩვენთან მოწვეული სტუმრები, ესენი გახლავთ 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი თამრიკო გოგიშვილი და 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის კოორდინატორი ქალბატონი სალომე მშვენიერაძე. მადლობა რო ხართ დღეს ჩვენთან ერთად. ქალბატონებო, მოდით თქვენგან დავიწყოთ ქალბატონო თამრიკო, მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს. დიდი მადლობა მოგვიწვიეთ, მოგესალმებით მაყურებელს, ხარებას გილოცავთ მრავალს და გისმენთ. მე ვარ 26 საჯარო სკოლის დირექტორი, 2016 წლიდან სკოლაში არსებობს ასეთი ინკლუზიური სწავლების ცენტრი. განსხვავებული მიდგომა ამ ცენტრში. ჩვენ გვყავს ამჟამად 33 ბენეფიციარი, მიუხედავად იმისა, სკოლაში 73 სულ მოსწავლეა, ვისაც შეუძლია ისარგებლოს ის კომფორტული სივრცით, რომელიც პირველ სართულზეა განლაგებული 26 საჯარო სკოლაში. მოგახსენებთ, რომ ახალ წელს შევედით ახალ სივრცეში, სრულიად რეაბილიტირებული იყო ჩვენი ცენტრი. ანუ იმდენად კომფორტული გარემოა ამ ცენტრში, რომ ნამდვილად სიამოვნებით ახორციელებენ ეს ბავშვები თავის ნამუშევრებს და ამ სწავლების პროცესს. ეს არის სკოლა ყველასთვის, ხო? სკოლა ყველასთვის, ზუსტად მაგისტრისთვის მოსული მე და სალომე დღეს რომ ნამდვილად ამ სკოლის მოსწავლეებისთვის. ხო, ამ სივრცით შეუძლია ისარგებლობს ნებისმიერი სკოლის სუსუმ და შუშუმპირი მოსწავლეზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აი, სადაც ხორციელდება ჩვენ სახელობის სწავლება, ჩვენ სამი მიმართულებით გვაქვს, ძირითადად ეს არის თქ-ზე, თიხაზე და სახელობის სწავლება. აი, სალომემ ძალიან დიდი წვლილი შემოიტანა ამ ცენტრში. ძალიან გავითარდა ჩვენი მიმართულებები ამ ცენტრის და ნამდვილად მაყურებელი ვარ და დიდი მადლობა უნდა უთხრა პირდაპირ ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი ცენტრის და განათლების სამინისტროს, აჭარის განათლების სამინისტროს ფინანსდება ეს ცენტრი და მსგავსი ამ ჩვენი ცენტრის საფუძველზე გაიხსნა ქობულეთში და ქედაში, როგორც გიორგი მახსენა, ასეთ ცენტრი, სადაც ასეთ ბავშვებს შეუძლია გავითაროს თავისი უნარები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ზუსტად ამასთანაა დაკავშირებული, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ სხვა სკოლების სუსუმ და შუშუმ მოსწავლეებს, რომ ისარგებლონ ჩვენი ცენტრის სერვისით. ანუ დღის მე ვარ ნახევარში. სალომესაც ვკითხოთ, როგორც კურატორს, ნიშანდობლივია ჩვენ საუბრობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ხო? საინტერესოა პერსონალი რამდენად არის გადამზადებული ამ მიმართულებით, კვალიფიკაცია რამდენად აქვს, ესეც ძალიან ნიშანდობლივია და გარდა იმისა, რომ ეს სწავლების პროცესი გამოიყურება ძალიან კარგად, სხვა იგივე ინფრასტრუქტურა იქნება თუ ეს ტრანსპორტირება, რით არიან უზრუნველყოფილნი მოსწავლეები.
მოგესალმებით პირველ რიგში მესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა თემით დაინტერესებისათვის. მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მედიის როლი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმ სეგმენტზე და საზოგადოებაზე, რომელმაც შესაძლოა არ იცოდეს იმ სერვისების შესახებ, რომელსაც თავაზობს აჭარის მთავრობა მოსწავლეებს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, ჩვენ ყოველწლიურად ვითარდებით და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული კუთხით. ნამდვილად სპეციალისტები, რომლებიც ჩვენთან არიან ჩართული სერვისის მიწოდებაში, არიან გამორჩეული აჭარის მასშტაბით და შემიძლია თამოთქვა საქართველოს მასშტაბითაც, იმიტომ რომ ამ მიმართულებით აქვთ მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება თითოეულს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სფეროში. განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ხელოვნების მიმართულებები, რომლებიც ნამდვილად დიდ როლს თამაშობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებაში. ჩვენ ვთანხმდებით ყველა, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად ფასდაუდებელია და ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისათვის არაფორმალური განათლება და ასევე ის შესაძლებლობები, რომელსაც სკოლის სივრცეში იღებს მოსწავლეები. ნამდვილად იშვიათია მთლიან საქართველოს მასშტაბითაც კი სერვისები, რომელსაც 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის თავაზობს ბათუმის სსმ მოსწავლეებს, ამიტომ ეს ეთერი მინდა გამოვიყენო შესაძლებლობად და მივმართო ყველა მშობელს, რომელმაც შესაძლოა არ იცოდეს ამ სერვისის შესახებ, მობრძანდნენ და ჩვენი კარი მათთვის ღიაა, ჩვენ შეგვიძლია ღია კარის დღე მოვაწყოთ მათთვის და ადგილზე გავაცნოთ ის სერვისები, რომელიც მათი შვილებისთვის სრულიად უფასოდ და უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. მშობელთა ჩართულობაზეც მოდით უფრო ცხად გვესაუბრეთ, ძალიან ნიშანდობლებია ეს ბუნებრივი. დიახ, რა თქმა უნდა. განვითარება ზოგადად ბავშვის განვითარება არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისაგან, რა თქმა უნდა, პედაგოგებს და სპეციალისტებს აქვს ძალიან დიდი როლი მათ განვითარებაში, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მშობლებთან, იმიტომ რომ დღის დიდ ნაწილს ისინი ბავშვები ატარებენ სახლში და მშობელს აქვს ინფორმაცია, რომელიც სპეციალისტისათვის არის შეუცვლელი და ფასდაუდებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს იმ მთლიანობას, რომელსაც განათლების სისტემა ზოგადად გულისხმობს განვითარების თვალსაზრისით და მშობლის ჩართულობა ჩვენთვისაც ასევე ძალიან პრიორიტეტულია, ამიტომ მშობლებს, რომლებსაც აქვთ განცდა, რომ მათ გარეშე შესაძლოა შვილებმა მიიღონ სერვისი, ესე არ არის ინკლუზიურ განათლებაში მშობელი არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი განათლების მიღების პროცესში. აი საინტერესო ალბათ განათლების ნაწილში თუ შეიცვალა მითქმა ინკლუზიურ განათლების ნაწილში, ზოგადად რა კონკრეტულ პრაქტიკას თავაზობს და როგორი არის ერთი დღის მოცემულობა იმ ადამიანისთვის, ვისაც საინტერესებს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შეკითხვაა. ეს არის ის მიმართულება, რომელიც მუდმივად განიცდის ცვლილებას და ეს შეიძლება დარეგულირებული იყოს როგორც სახელმწიფო დოკუმენტებით და ხედვებით, ასევე არაფორმალური გამოცდილებებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მუდმივად ვაახლებთ იმ კურიკულუმებს და მიდგომებს, რომელიც შეთავაზებული არის ხოლმე სასწავლო პროცესში. აი, წელსაც კი გადაიხედა ის შინაარსები, სასწავლო შინაარსები, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში პედაგოგები ბავშვებთან ძალიან პრაქტიკულად და ძალიან კარგად იყენებენ. თუმცა მაინც საჭირო გახდა ის, რომ გარკვეული შინაარსები ჩვენ გადაგვეხედა. რა თქმა უნდა, პედაგოგების კვალიფიკაციაც ამაზე ძალიან დიდ როლს თამაშობს და ძალიან დიდ გავლენას პოვებს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ პედაგოგებს მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია და თუ შესაძლებლობა გვექნება, გადავამზადოთ კიდევაც ისინი გარკვეული მიმართულებებით. შესაბამისად, ანუ სასწავლო შინაარსები და მიდგომები მუდმივად არის გადახედვადი და ესე რაღაც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არ არის ხოლმე მდგრადი და მუდმივად ჩვენც როგორც სპეციალისტები ვართ თვითკრიტიკულები და უყურებთ საკითხს ისე რომ განვითარდეს. სალომე, საინტერესოა შესაძლოა თუ არა გახდეს 26-ე სკოლის მაგალითი ამ კონკრეტული საკითხის მიმართ პრეცედენტი სხვა სკოლებისთვის. არა მარტო თქვათ აჭარის მასშტაბით, არამედ საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველასათვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემო, რათა ყველას კონდეს ხელმისაწვდომობა განათლების სერვისებთან. ჩვენ რო გავიხსენოთ ისტორია ამ ცენტრის, უკვე დაახლოებით წელს 20 წლის იუბილე აქვს ცენტრს, თავიდან
ეს იყო საპილოტო ტიპის სწავლება, რომელიც იყო აბსოლუტურად საცდელი ვერსია, არა მხოლოდ აჭარისათვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და მულტიდისციპლინური გუნდი ჩართული იყო ამ სერვისის ამოქმედებაში. აი ხალბატონი თამარი ყველაფერს უფრო უკეთ შეიძლება მოყვეს, იმიტომ რომ თვითონ იყო ამ პროცესის მონაწილე. და წელს ჩვენ როცა გადავხედეთ წარსულ გამოცდილებას, მივხვდით, რომ ეს ნამდვილად არის უნიკალური შეთავაზება სხვა, ესე რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტებისათვისაც და სხვა რეგიონებისათვის. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გვყავდა სტუმრები, საერთაშორისო სტუმრები, ისინიც კი გაოცებული იყვნენ იმ, ესე რომ ვთქვათ, მაგალითით, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ საქართველოში სხვა სკოლებსაც. აი, ჩვენ მოვიკვლიეთ, გვაინტერესებდა საქართველოში თუ იყო სხვა ქალაქებში ან დედაქალაქში მსგავსი ტიპის სწავლება და მინდა ამოთქვა, რომ ესეთი ტიპის ცენტრი არსად არ არის შეთავაზებული, ამიტომ გასულ წელს UNICEF-ის და ნორვეგიული მხარის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ დააჭარეს მთავრობამ მსგავსი ცენტრები ზუსტად იგივე, ესე რომ ვთქვათ, სქემაზე აგებული გავაკეთეთ ქედაში და ქობულეთში, ასევე ძალიან წარმატებით მუშაობს ეს ორი ცენტრი. შესაბამისად, ეს მიმართულება რჩება აჭარის განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად, იმიტომ რომ ნამდვილად ის, ესე რომ ვთქვათ, გამოცდილება, რომელსაც ბავშვი იღებს ამ ტიპის სწავლებით, არის, ესე რომ ვთქვათ, ფასდაუდებელი. და ასევე შეკითხვა ღიაროდ არ დამჭეს და არ გამიგრძელდეს, სერვისები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებს, აუცილებლად უნდა ითქვას, ეს არის ხელოვნების მიმართულების სერვისები, ეს არის თიხა და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებები, რომელიც არის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ სხვა ტიპური განვითარების ბავშვებისათვისაც კი, ამიტომ ჩვენ შეიძლება გადავხედოთ გარკვეულ, ესე რომ ვთქვათ, სამუშაო გრაფიკებს და შეიძლება ერთი ღია გაკვეთილი მოვაწყოთ ხოლმე თვეში, ხა ჩვენ არა გვაქვს სამწუხაროდ შესაძლებლობა ყველა ბავშვისთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი და ეს არის მხოლოდ მოსწავლეებისთვის, თუმცა ინტეგრირების გათვალისწინებით და გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით შეიძლება რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. თუმცა ეგეც ნიშანდობლივი იქნება, მე მგონი, ხო, როცა ყველა ბავშვს ექნება საშუალება რომ რაღაც ერთ სივრცეში დაეუფლოს ამ ინტეგრაციისთვის და ადაპტაციისთვის ეს ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად სტიგმის მსხვერპლზე ვსაუბრობთ ახლა ამ ადამიანებს, აბსოლუტურად უნდა მიეცეთ საშუალება საკუთარი უნარების შესაძლებლობები გამოავლინონ. ვიცით რა მინდა კითხოთ სალომე, ინდივიდუალური მიდგომები თუ არსებობს ამ შემთხვევაში? აი თითოეულ ბავშვს რა საჭიროება აქვს, ერგება თუ არა მას კურატორი, პედაგოგი? რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვი შეფასებული არის ცენტრის პედაგოგების მიერ, მათი შესაძლებლობები არის გათვალისწინებული სასწავლო შინაარსების დანერგვისას. თითოეულ ბავშვს გააჩნია თავისი პორტფოლიო, სადაც მას აქვს გარკვეული მცირე შეფასება, ხა ეს არ არის გარკვეული ინსტრუმენტზე დაყრდნობით, თუმცა ამას რა თქმა უნდა პროფესიონალთა გუნდი ადევნებს თვალს, რომ ეს იყოს გარკვეულ სქემატიზაციაში მოქცეული. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები არის გათვალისწინებული. ჩვენს ცენტრში, აი მაგალითად ზოგიერთი ძლიერი მხარე შეიძლება იყოს თიხაზე მუშაობა, ამიტომ მისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება თიხის გაკვეთილები. ზოგიერთი ბავშვი, იმიტომ რომ მისი სენსომოტორული განვითარება არ არის მზად, მაგალითად თექასთან ვერ მუშაობს და მას სჭირდება პრეუნარების განვითარება, ამისათვის ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური ფსიქოლოგი და სპეციალისტები, რომლებიც მის ამ, ესე რომ ვთქვათ, შესაძლებლობას უკეთ წარმოაჩენენ, დიახ, და განავითარებენ, ამიტომ დიახ, თითოეული ბავშვის საჭიროება არის გათვალისწინებული. აი 8 წლიანი გამოცდილება აქვს ფაქტობრივად, ხო? აი ამ სასწავლებელს ინკლუზიურ სკოლას. როგორია შედეგები გაგვიზიარეთ ქალბატონო თამრიკო? შედეგები ნამდვილად წარმატებული და წინსვლა გვაქვს ამ დარგში, იმიტომ ავითარებ ამას კიდევაც თუმის მასწავლებელთა სახლის და ნამდვილად ვცდილობთ ყოველთვის რომ აი წინ წავიდეთ. აი რას გულისხმობთ წარმატებაში, ესეც ავუხსნათ, მაგრამ პირველ რიგში ახლა აი სალომემ თქვა რომ გადამზადება ხდება პედაგოგის, ანუ მუდმივ გადამზადებაში არიან, ან სიახლეებთან ახლოს უნდა ვიყოთ აუცილებლად, ანუ ამ ეს დარგი ითხოვს, რომ აუცილებლად განვითარებადი უნდა იყოს. აი ტექნოლოგიებთან დაკავშირებით წელს შევიძინეთ ბევრი ტექნიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს გაუმარტივდეს აქ. აი კონკრეტულად მოსწავლეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თქვენი დაგვრილებით მოსწავლე ყავს, აი გეტყვით ახლა სალომე ჯერ არ იყო ჩვენი თანამშრომელი, მაგრამ 3-4 მოსწავლე ყავს ახლა სახელ დაგვარს არ დავასახელებ, მაგრამ დღესდღეობით არის, აი წარმატებული ადამიანია, მე ვთქვი, ერთი ხეზე ჭრა ისწავლა ძალიან კარგად და ხატებს ჭრის, ჩვენი რიზიკო.
ერთი ბავშვი მყავს ამ ცენტრის კურსდამთავრებული, რომელიც დღეს რესტორანში მუშაობს და მზარეულია. ამ დასაქმებაზე ვაკეთებ ყოველთვის აქცენტი. რა არის იცი ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბავშვმა თავისი თავი იმართულებას საზოგადოებაში. ანუ ცენტრში რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად ვითარებთ ამას ამით უნარებს რაც აქვთ მათ, მაგრამ აი მნიშვნელოვანია ძალიან სკოლის დამთავრების შემდეგ რას ნახავს, რას იპოვის და ასე შემდეგ, როგორ დაიფუძნება თავის ცხოვრება ამ საზოგადოებაში და ამაზე ვზრუნავთ ძალიან და მეამაყება რომ ყავს ესეთი მოსწავლებელი, რომლებიც დღესდღეობით არიან წარმატებული ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში. ყავს ბავშვი, რომელიც ნამდვილად ხატავს ძალიან კარგად და აი ჩვენ ისა პლაჟზე პოულობს ქვებს, სადაც ბათუმის ხედებს ხატავს ძალიან კარგად და ნამდვილად ზაფხულში აქვს ძალიან კარგი შემოსავალი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი ბულვარში ტურისტებთან ძალიან პოპულარულია ასეთ ნაკეთობანი და ძალიან მეამაყება რომ ეს ჩემი კურსდამთავრებული. კრეატიული. აი ასეთი რაღაცა ხო, აი მინდა ვთქვა სიამაყედ რომ არ იკარგება ჩვენი მოსწავლე ამ საზოგადოებაში არ იკარგება და კი არის ახლა სირთულეები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება ტიპური განვითარების ბავშვმა ვერ იპოვოს ხო თავისი ადგილი, მაგრამ მიხარია რომ აი უმეტესობა მაინც ნახულობს თავის ადგილს. ჩვენი საუბრის ფონზე დარწმუნებული ვარ, ეხლა არაერთი ტელემაგურებელი თვალყურს გვადევნებს და დაებადა შეკითხვა, რა პროცედურა უნდა გაიაროს, რათა მოხდეს თქვენს სკოლასა და ცენტრში, რომ დეტალურად ჩვეულებრივი მიღებაა ჩვენ სკოლაში, როგორც ჩვეულებრივი მოსწავლე ვიღებთ განცხადებას, მშობელი მოდის სურვილის და მთავარია კლასში ადგილი გქონდეს, თორე ნამდვილად არის პრობლემები ხოლმე ადგილებს ეს ხო, რა არის იცით, საკითხია. თქვენ ახლა შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ 10% შეგვიძლია მხოლოდ მივიღოთ მსრული, მაგალითად თუ წელს ღებულობთ 150 ბავშვს ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში, მათ შორის მხოლოდ 15 შეგვიძლია მივიღოთ სუსუმო და სუსუმო მოსწავლე, ეს არის კანონი ასე. თუმცა აი ეს ხელოვნების მიმართულებებში შესაძლებელია რომ ბავშვი არ იყოს ჩვენი სკოლის მოსწავლე, ან 26 სკოლის მოსწავლე არ იყოს, ის საკუთარ სკოლაში დაესწროს გაკვეთილებს და შემდეგ გადმოვიდოს ეს მნიშვნელოვანია, კაცო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ზუსტად მაგისტრის მოსული ვართ, რომ აი ეს შევთავაზოთ ეს. არ იყოს შესაძლოა 26 სკოლის მოსწავლეს სწავლობდეთ სხვა საჯარო სკოლაში ან თუნდაც კერძო სკოლაში, თუმცა მიიღოს ინკლუზიური განათლების სერვისი აი ამ ცენტრში, რომელიც 26 სკოლის ბაზაზე არსებობს. გათვალისწინებით ნამდვილად სავსეა ეს ჯგუფები, სადაც შეიძლება რომ სუსუმო მოსწავლეები იყვნენ ჩარიცხული ინტეგრირებულ კლასებს გულისხმობ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯერჯერობით შეთავაზება და ღია გვაქვს ესე ვთქვათ მიღება ხელოვნების მიმართულებით, ამიტომ შეუძლიათ ამათ რომ მოგმართონ ადგილების შეზღუდვა არ აქვს. ასაკობრივი კატეგორიას დავაკონკრეტოთ, მოდით მოსწავლეებს ვამბობთ, მაგრამ რომელ ასაკს ასაკობრივი, ну ახლა პირველ კლასელს ცოტა უჭერს ადაპტირება ამ ცენტრში, ცოტა მაღალ კლასელებს მეხუთე მეექვსე მე მყავდა უკვე სტუმარი. ორი სკოლა მყავდა მოწვეული ჩვენთან, აი თავის სპეცმასწავლებელთან, მშობლებთან რა თქმა უნდა ერთად. დირექტორიც იყო ჩართული, მოგზავნდნენ ჩვენთან სკოლაში და ეს დღის მეორე ნახევარში დაათვალიერეს ეს სივრცე. ანუ მშობელს შეუძლია თავისით გადაწყვიტოს რა უნარებს ფლობს თავისი ბავშვი და რა სფეროში იყოს ჩართული. აი საინტერესოა, ხელოვნების მიმართულებით ალბათ გარკვეული თერაპიული ნაწილიც აქვს ხომ ამ სწავლების პროცესში. ნუ არც თერაპია, ის გარდა ამისა თქვენ 8 წლიანი გამოცდილება ახსენეთ, საინტერესო არის მაგალითად სხვა ასაკის მატებასთან ერთად სხვა ინტერესები, როცა იკვეთება მაგალითისთვის ისეთი ინტერესი, რომელიც დღეს შეიძლება თანამედროვე ცხოვრებაში იყოს რაღაცნაირად საინტერესო. აი პროფესიებს გულისხმობ, ამ შემთხვევაში თუ გაქვთ მსგავსი შეთავაზება და თუ ფიქრობთ საერთოდ გარდა ხელოვნების ნაწილისა სხვა მიმართულებაც დაამატოს სწავლებლის პროცესში. საინტერესოა რა თქმა უნდა თქვენი შეკითხვა, თუმცა ჩვენ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი. შესაბამისად იმ კომპეტენციებს ჩვენ ვერ გავცდებით, რომელსაც კანონი არეგულირებს საჯარო სკოლის მიმართულებით, სკოლების მიმართულებით. თუმცა აი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უნარები, რომელსაც ეს ბავშვები წლების განმავლობაში ვითარებენ, შეიძლება იყოს წინასწარი მზაობა პროფესიული სასწავლებლისთვის, რომელიც აჭარაში ჩვენ
გვაქვს ვიცით და ორი ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი გვაქვს, სადაც უამრავი პროფესია არის შეთავაზებული მათთვის და აი პრაქტიკაშიც ჩვენ დავინახეთ, რომ ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ ჩვენი ცენტრის სკოლა გავლილი, ისინი უფრო მეტად მზად იყვნენ იმ პრაქტიკული უნარჩვევებისათვის, რომელსაც პროფესიული სასწავლებლები მათ სთავაზობთ. ამიტომ შეგვიძლია, რომ რაღაც მოსამზადებელ სივრცეთად რა არაფორმალურად, რა თქმა უნდა, მიბიჩნიოთ ჩვენი ცენტრები მათთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასაკის ყველა ეტაპზე, განვითარების ყველა ეტაპზე რაღაც სერვისი იღებდეს მოსწავლე. ეს არის მისი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს ყველა მშობელს აუცილებლად უნდა ისმოდეს და თუ მას სურს, რომ გარკვეულწილად დასრულობისათვის მოამზადოს თავისი შვილი, მნიშვნელოვანია, რომ ესეთ სერვისებში აქტიურად ყავდეს ჩართული. დიდი მადლობა ქალბატონებო. ჩვენთან ერთად ძალიან ნიშანდობლივი ინიციატივით თამრიკო გოგიშვილი და სალომე მშვენიარეძე იყვნენ ჩვენი სტუმრები ინკლუზიური სწავლების შესახებ საუბრობდით. მადლობა. განსაკუთრებით ამ ნაწილში უკვე საუბრობთ ბუნების მეტყველებაზე, ბუნების მეტყველთა კლუბი STEM კრეატივი 4 აპრილის 18 საჯარო სკოლაში ჩატარდა საქალაქო კონფერენცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო სახელწოდებით არის და პრინციპში ჩვენ სტუმრებთან ერთად შეგვიძლია გავიგოთ თუ რაზე მეტყველებენ. შემოვიპატიჟებდეთ, აშკარად იგრძნობა ხომ ეს დინამიკა STEM საგნებით, STEM მიმართულებით ახალი თაობა აქტიურად არის დაინტერესებული. და მიხარია, იმიტომ რომ ძირითადად ბოლო პერიოდში რაღაცნაირად წამოვიდა განსაკუთრებით მილენალებში 90-იანების თაობაში, 90-იანების თაობაში ყველა იურიდიული, ეკონომიკური, სამედიცინო, შემდეგ ჯენსის თაობაში წამოვიდა კომპიუტერული ტექნოლოგიები, IT, რაღაც ციფრული სფერო და მაინც რაღაცნაირად მივიწყებული იყო საბუნების მეტყველო საგნები, მსგავსი პროექტები და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ანი და არიან ბავშვები, არიან მასწავლებლები, რომლებიც საბუნების მეტყველო მიმართულებებს ავითარებენ, იმიტომ რომ ბევრი რამ მეცნიერება სწორედ ბუნებაზე და საბუნების მეტყველო მიმართულებაზე დგას. ამ მიმართულების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი კაცობრიობის. პრინციპში ხო გავიგოთ კონფერენციის შინაარსი, საერთოდ რას ემსახურებოდა და რაზე იყო აქცენტი. სტუმრები 18 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი გვეყოლება, გახლავთ მაგდა ხაბაძე, ლინდა ჯაიანი და ნინო მახარაძე. გელოდებით სტუდიაში, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გთხოვთ დაბრძანდეთ. გვახარებს ეს არაფორმალური მიმართულებები სკოლებში, ხო? ფაქტობრივად მეორე პროექტზე ვსაუბრობთ დღეს, როცა ახალგაზრდას ეძლევა საშუალება სკოლის პროგრამის გარეთ და ამის გარდა და ამ საზღვრების გარდა თავისი უნარები გამოავლინოს. ხო, საინტერესო სახელწოდებაა ბუნების მეტყველთა კლუბი. გვითხარით უფრო მეტი ამ კლუბის შესახებ და შემდეგ უკვე კონფერენციაზე მოგიყავით, რომელიც აგერ 4 აპრილს უკვე ჩატარდა. მასწავლებლებიდან დავიწყოთ. მასწავლებლებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და ინოვაციურია ეს კლუბი ჩვენთვის. 2019 წლიდან გაიხსნა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში დაფუძნა კლუბი STEM მიმართულებით და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო. აი მიზეზეც ვისაუბროთ, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, აი რატომ გადაწყვეტეთ კონკრეტულად STEM მიმართულება? STEM მიმართულება უკვე შემდეგ გადავწყვეტეთ, რომ გარკვეული გამოწვევებიდან გამომდინარე, გარკვეული გამოწვევები იყო, რომ კლუბი გვექცია STEM მიმართულებით, მანამდე იყო მხოლოდ საბუნების მეტყველო კლუბი, ესე ერქვა საკხელი, კლუბ კრეატივი და გამოწვევები დღევანდელობა 21 საუკუნის ეს პრობლემები რაც იყო გამოკვეთილი, აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ დაგვერქვა და კლუბისთვის სახელი შეგვეცვალა STEM კლუბი. STEM კრეატივი ეს არის ნიშანდობლივი. გოგონებსაც ვკითხავთ, აბა ლინდა და ნინო, ლინდა რომელია, ნინო რომელია? ლინდა და ნინო.
გოგონებო, აი STEM კრეატივი ხო, რა საინტერესო სინთეზი არის შემოქმედების და მეცნიერების და რაღაცა ხშირად გგონია რომ ეს მეცნიერება არის ძალიან რთული, მოწყვეტილია თითქოს შემოქმედებას, რაღაც განსაკუთრებული გონება უნდა გქონდეს, რის გამოც ბევრს ეშინია რომ სცადოს. აი მოგვიყევით როგორ მოდის ერთმანეთთან სინთეზში მეცნიერებთან შემოქმედება და არის კი ასეთი რთული თუ მთავარი ინტერესია, ბალინდა გითხარი. პირველში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. STEM კრეატივი ეს არის ჩვენი სკოლის გამოყოფილი ნაწილი და დიახ, მართალია დაგეთანხმებთ, რომ თითქოს რთულად ჟღერს ეს სიტყვები, თუმცა ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი ბიოლოგიის კათედრა, ფიზიკის კათედრა და ქიმიის კათედრა იმდენად გვეხმარება, რომ აი ეს სირთულეები გადავლახოთ, გვასწავლიან სხვადასხვა გზებს და ეს ყველაფერი ჩვენთვის ანუ არ არის რთული, პირიქით სამოტივაციოც კი არის და ძალიან გვეხმარება. მადლობას მოხდით მათ პირველ რიგში ჩვენს მასწავლებლებს. ნინო, ამაყი უჯრედი, ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც დადგა. კარგად, რა საინტერესო თქვია, როგორ იყო კონცეფცია, ვინ იმუშავა პიესაზე, მოგვიყევით აბა. პირველ რიგში მოგესალმებით. კონცეფციაზე მუშაობთ მთლიანად მე-11 კლასი დამრიგებელთან ერთად და საკმაოდ საინტერესო იყო პროცესი და ეს ასე ვთქვათ სპექტაკლიც განხორციელებული იყო კლუბის პროექტის ფარგლებში, STEM კრეატივის ფარგლებში და საკმაოდ საინტერესო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა. კლასმა დავდგით ერთობლივად დამრიგებლის დახმარებით. შეარსიც რომ მოგვიყვეთ ეს ამაყი უჯრედი კარგად ჟღერს და გაინტერესებს. მე გეტყვით თუ შეიძლება. მოგხსენეთ კალკულატორი მაგდა დიახ. გამიჩნდა იდეა რომ დამედგა ეს სპექტაკლი. სპექტაკლის მთავარი მიზანი იყო გაგვეგო თუ როგორ მოხდა მცენარეთა სამეფოდან სოკოთა სამეფოს გამოყოფა და ცალკე სამეფო არსებობს, უკვე სოკოთა სამეფო. გონიათ რომ ეს არის სოკოები და მცენარები ერთ სამეფოს წარმომადგენლები არიან და ეს როგორ განიცადა ევოლუცია უჯრედმა, ეს იყო მთავარი მიზანი ჩემი და კიდე იყო მთავარი მიზანი ის რომ გვეჩვენებია ბავშვებისთვის, რომ განსხვავებულობა არ არის სირცხვილი და ყველა ცოცხალ ორგანიზმს სამყაროში აქვს თავისი ადგილი და როლი. ანუ ამ სპექტაკლით ჩვენ ხაზი გავუსვით ორ ძირითად კრიტერიუმს. მოსწავლეებს რაც შეეხება შეიძინეს უნარები, როგორიცაა წარმოსახვა, კრეატიულობა, შეისწავლეს უჯრედული სტრუქტურები, გაითავისეს როლი და ფსიქოემოციური უნარები შეიძინეს და ძალიან საინტერესო იყო ერთი სიტყვით მათთვის და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი. კალკულატორი მაგდა, აი ბიოლოგიისადმი დამოკიდებულება როგორია დღევანდელ თაობაში. ჩანს რომ რახან ამ თემას სპექტაკლები ეძღვნება ბავშვებს მოსწონთ ეს ყველაფერი, თუმცა ჯამში დღეს როგორია თქვა უყვართ კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქართული ლიტერატურა და ისტორია თუ ბიოლოგია? მე მიყვარდა პირადად ბიოლოგია, თუმცა დღეს მოიცავს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ანუ ძალიან ბევრ საგნებს მოიცავს. აი მოსწავლებისთვის კიცით ახლა 21 საუკუნის მოსწავლებისთვის გამოწვევა საკმაოდ დაინტერესება რთულია მოსწავლების, იმიტომ რომ დიდ გამოწვევის წინაშე ვდგავართ პედაგოგები და ჩართულობის კუთხით გეგმავთ რომ იყოს საინტერესო გაკვეთილები, იყოს აქტივობები საინტერესო. ამიტომ გეგმავთ ფიზიკის კუთხით ექსპერიმენტებს, მაკეტებს ვქვნით კიცით ჩვენს ლაბორატორიაში ბავშვების მიერ შექმნილი რესურსები ინახება, ქიმია ატარებს ექსპერიმენტებს ლაბორატორიაში და ამით ხდის მეტად საინტერესოს. ბიოლოგიის კუთხითაც იქნება მაკეტები, მე ვაკეთებთ გამოფენა სკოლაში, მოგეხსენებათ მე-18 საჯარო სკოლას აქვს პროექტი. ყოველი წლის დასრულების ბოლოს ვაკეთებთ სამეცნიერო პიკნიკს და ჩართულია მთელი კათედრები, მოწვეული ყავს სტუმრები ესწრებიან ამ ღონისძიებას, ანუ ჩვენს მიერ განხორციელებულ წლებია ვაკეთებთ ამ ღონისძიებებს და რაც შეეხება ეს იყო წელს ჩვენთვის ახალი გამოწვევა, რომ სპექტაკლის სახით წარმოგვედგინა, იმიტომ რომ ხშირად გქონდა ექსპერიმენტები, მაკეტები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები გასვლითი იქნებოდა თუ სასკოლოში და ამიტომ რატომღაც ვიფიქრეთ, რომ მოდი ვსცადოთ სპექტაკლი და მარტო სკოლა არ გეგმავს, მხოლოდ საბუნებისმეტყველო კათედრებზე განხორციელდეს, სხვა კათედრებზეც გეგმავთ, იმიტომ რომ მოსწავლეთა ჩართულობა უფრო მაღალია, დაინტერესება დასწავლა ხდება პროცესში, კეთების პროცესში. როდესაც წავიდით ბუნებისმეტყველთა კლუბი, პირველი რაც გამახსენდა ალბათ და თავში მომივიდა, ჩემის მოსაზრებით უნდა
უნდა ყოფილიყო კლუბი, რომელიც იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე გააკეთებდა აქცენტს, რომელიც მაგალითად დღეისთვის არის, მათ შორის ბუნების გარემოს დაცვა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული აქტივობები და ზოგადად როგორია ბუნებისმეტყველთა კლუბის ყოველდღიური ცხოვრება? ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ვმუშაობთ. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მაკეტი გვაქვს დამზადებული თვითონ ბუნებისმეტყველების მიმართულებით, ბუნებაში, ბიოლოგიაში და ზუსტად ეს მაკეტებია, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო უკეთ გავიგოთ ეს ახალი მასალა, უკეთ ავითვისოთ და მივყვეთ ასე ვთქვათ იმ თემებს, რაც ჩვენ გვაქვს ბიოლოგიაში. ასე უფრო მარტივია ათვისება. როგორია თქვენი ჩართულობა ზოგადად აი ბუნების დაცვის ნაწილში ამ მიმართულებით და რა აქტივობები არის კონკრეტულად? ეხლა რაც ხალხის მაგალითად ცხოვრების ჩართული, მათ შორის აი საერთო დასუფთავების ნაწილში ასევე სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც ხალხი დიახ, მაგალითად ჩვენი სკოლა მდებარეობს მახლოს ზღვასთან და გქონდა გასვლითი ღონისძიებები, სადაც დავასუფთავოთ ირგვლივ ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ზღვას თვითონ ზღვის ტერიტორია და ესეც რა თქმა უნდა მოიცავს თვითონ ბიოლოგიის სფეროს, რომ გქონდა ესეთი გასვლითი ღონისძიებები და გვაქვს ესეთი აქტივობები. აი მოდი ლინდას ვკითხოთ, ეს არის ის საგნები, რომელზეც ბევრი მოსწავლე, რომელზეც ბევრი მოსწავლეს ასეთი აზრი აქვს, რომ ეს არ გამომადგება, მე არ დამჭირდება, რაში დამჭირდება, ხა ფიზიკა და ბიოლოგია, მინდა ვიყო იურისტი, ან მინდა ვიყო მხატვარი და რეალურად ეს ისეთ ფუნდამენტურ ცოდნას გვაძლევს ეს საგნები, რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან გვჭირდება. აი ამის შესახებ ცნობიერება ავუმაღლოთ თქვენს თანატოლში. დიახ, ჩვენი მასწავლებლები ხშირად გვესაუბრებიან მაგ თემაზე, რომ დამეთანხმებით მეც რომ არ არის ხშირად საინტერესო ყველა საგნის ერთდროულად სწავლა და მოსწავლეს არც აქვს ინტერესი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელი, ქიმიის მასწავლებელი ხშირად გვესაუბრება რომ თქვენ თავარია იცოდეთ ცხოვრება, ისწავლოთ ცხოვრება, რადგან შეიძლება არ გამოგადგეთ თქვენ პროფესიაში ეს თუნდაც ქიმია, ეს ნატრიუმოაში ან ასე შემდეგ, თუმცა ცხოვრებაში ეს ყველაფერი ერთ დაკავშირებული, ყველაფერი ერთმანეთთან. ეს არის ზოგადი განათლება, ხო, რომელიც 12 კლასამდე ითვლება, რომ უნდა მიიღოს ყველა მოსწავლემ და შესაბამისად ისეთ ცოდნას გვასწავლია, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში ეს იქნება სხვადასხვა ასე ვთქვათ ნახშირო ჟანგის გამოყოფა და ასე შემდეგ ყველაფერი ჩვენ გვახარება ის იქნება ჯანმრთელობის ხრივ თუ ასე შემდეგ. შესაბამისად მე მივმართავ ასე ვთქვათ ვისარგებლებ თქვენი პლატფორმით და მივმართავ მოსწავლეებს რომ აუცილებელია ზოგადი განათლება და ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ფორმალური და ეს ყველაფერი ჩვენ მომავალში გამოგვადგება მომავალ ცხოვრებაში რომელიც აუცილებელია. ლინდა, ამაყი უჯრედი ესე ქვია სპექტაკლს ჩვენ და მე პირადად ბევრი სპექტაკლი მინახავს, თუმცა საბუნებისმეტყველო ბიოლოგიური ელემენტები ჩემთვის მართლა საინტერესოა. აქედან გამომდინარე, თქვენი როლი რა იყო სპექტაკლში რომ მოგვიღეთ? ამაყი უჯრედში თქვენი ვინ იყო ამაყი უჯრედი? ვინ იყო ამაყი უჯრედი? ვინ იყო საპირისპირო უჯრედი? ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, ლინდა მაინტერესებს და 2-3 სიტყვით ყველა სპექტაკლი ხო გარკვეული მესიჯია საზოგადოებისთვის. აი თქვენი პრემიერის, თქვენი წარმოდგენის თუ პერფორმანსის მოკლე მესიჯი რა იყო საინტერესო? პირადად ჩემ როლზე რომ გესაუბროთ, მე ვიყავი პლაზმური მემბრანა და ხშირად ასე ვთქვათ, ხუმრობდი პლაზმური მემბრანა. პლაზმური მემბრანა ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი როლი მქონდა, რადგან ყველა ორგანიზმი მე ვიცი რომ პლაზმური მემბრანა არის ყველა ორგანიზმში და შესაბამისად ჩემი ადგილი ყველგან მოიძებნებოდა, ამიტომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. დიახ და მოწოდება რაც შეეხება დავეთანხმებით მაგდამასწავლებელს, რომ განსხვავებულობა სირცხვილი არ არის, განსხვავებული აზრი, განსხვავებული იდეა ყოველთვის ასე ვთქვათ მისაღები უნდა იყოს. შეიძლება მოსაწონი არა, შეიძლება არ დავეთანხმო პირადად ვინმესაც, თუმცა ეს არ უნდა დავაიგნორო, არ უნდა ასე ვთქვათ ბულინგის ხვეპრი, არ უნდა გავხადოთ ამის ვინმე და სწორედ შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენი სპექტაკლის მიზანი სოკო იყო განსხვავებული, ვერ ვიპოვეთ მიზის სამეფოს, თუმცა საბოლოოდ ვიპოვეთ. ბოლოს ჯამში ვიპოვეთ და მნიშვნელოვანია ზოგადად მივიღოთ სხვადასხვა აზრი, სხვადასხვა დებულება და მოვიწონოთ ის. სამნიშოვანი რამ გაიჟღერა ლინდამ და გვიხარია რომ ამ ცნობიერებით იზრდებიან ახალგაზრდები და მნიშვნელოვანია რომ მსგავსი შეხედულება ყველას ჰქონდეს ამ თაობაში. ნინო, აი ახლა სპექტაკლის კადრებსაც ვუყურებდით და აი ახლა ბიჭები კი გამოჩნდა. ძირითადად გოგოები დომინირებთ. ესეც ნიშანდობლივია. აი რაღაც სქესის მიხედვითაც არის რაღაც განსხვავება. აი გოგოებს უფრო აინტერესებს ეს საგნები ვიდრე ბიჭებს თუ ვერ იტყოდით ასე? გააჩნია მიმართულება, თვითონ ეს სპექტაკლი ისეთი ფორმატის იყო, რომ მაქსიმალურად გამოიწვია კლასის მთლიანი კლასის ჩართულობა და ბევრს ნიშნავს ეს ჩვენთვის, რომ მთლიანი კლასი იყოს ჩართული და ყველა იღებდეს აი ამაში მონაწილეობას და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ როლებიც ისე ყოფილიყო გადანაწილებული. მე თვითონ ვიყავი პროკარიოტების ბირთვი. ანუ ესე ვთქვათ, მეფეს გულისხმობს და ამ მხრივ 3 თუ 4 მეფე იყო, თვითონ იქ წარმოადგენილი იყო ბაქტერიოფაგი, პროკარიოტების ბირთვი, მცენარეთა ბირთვი, ცხოველთა ბირთვი და ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის მეც და ამ
მხრივ ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ წესით მეფეთა როლებში, ერთადერთი გოგო მე ვიყავი. თუმცა ეს გარკვეული მესიჯია. ეს გარკვეული მესიჯია, რა თქმა უნდა, რომ განსხვავებულობა სირცხვილი არ არის და ყველა უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ისევე როგორც განსხვავებულია ჩვენს ორგანიზმში მყოფი უჯრედი, ხო? ის როგორც პლაზმური მემბრანა და სხვა უჯრედები. ღეროვან უჯრედებზე და მომავალ სპექტაკლებზე ალბათ მომავალში გვექნება პროექტები. რაბელიესებს სხვა სკოლებიც იყვნენ ჩართული თუ არ ვწდები, ხო? ჩვენ დავგეგმეთ, ანუ ჩვენმა კათედრამ STEM კრეატივმა კლუბმა დაგეგმა სასკოლო კონფერენცია და მოიწვია სტუმრები, მოვიპატიჟეთ სხვა სკოლიდანაც, ყავდა მე-6 სკოლა, მე-2 სკოლა, გაუზიარეთ ჩვენი აქტივობები, თვითონაც ჩაერთვნენ კონფერენციის ნაწილში და სასკოლო კონფერენცია გამოგვივიდა, ანუ გეგმავთ სამომავლოდ ვითანამშრომლოთ პარალელურად სხვა სკოლებთანაც, უფრო მასშტაბური გავხადოთ, გავზარდოთ ეს აქტივობები და ხშირად გქონდეს გაცვლა იდეების. იმიტომ რომ შეიძლება არ ქონდეს თავისი სკოლა არ ეძლევდეს საშუალებას, იგივე ეს კრეატიული ცდები გააკეთოს, ხო? მაგალითად, ჩემ დროს ცოტა სხვა დროც იყო. მხოლოდ ლაკმუსის ქაღალდი მაქვს ფშავაში ჩაგდებული. მეტი არც არ გამიკეთებია და ბუნებრივია ვისურვებდი, მრავალფეროვანი ყოფილიყო ამ მიმართულებით სწავლება და აი მხოლოდ მე-18 საჯარო სკოლის ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა დაიუფლონ ამ მიმართულებას ასე კრეატიულად თუ სხვა სკოლიდან სურველებსაც შეუძლიათ. სურველებსაც შეუძლიათ ნამდვილად. თუმცა ექსკლუზივი ამ სკოლას ეკუთვნის ამ პროექტის. ფლაგმანი მე-18 ხშირად, ანუ ხშირად იგეგმება ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებით, სხვადასხვა საინტერესო სახალისო აქტივობები, იქნება რესურსები მოსწავლის მიერ ხელით და შემდეგ წლის ბოლოს გაგვაქვს გამოფენაზე და სურვილი ვისაც აქვს, მოდის, ნახულობს, ეცნობა და საჭიროების შემთხვევაში თუ გთხოვს, კიდევ შეგვიძლია რომ მათაც მივცეთ რჩევები, გადავამზადოთ, ჩავრთოთ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად სოციალურ პროექტებზე ვსაუბრობთ, ძალიან ნიშანდობლებზე. უღმესი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად წარმატებები ახალგაზრდებს. მაგდა ხაბაძე, პედაგოგი და მოსწავლეები ლინდა ჯაიანი და ნინო მახარაძე გახდნენ ჩვენი სტუმრები. გემშვიდობებით. ესე იგი, მიხარია, როდესაც ესეთი თაობა მოდის, სადაც ესე იგი სპექტაკლს თამაშობენ ხოლმე ბიოლოგიის და საბუნების მეტყველო მეცნიერებაზე და ჩვენი გადაცემა გრძელდება ლექსო პერიძის სიუჟეტით, რომელიც სწორედ ახალ თაობას შეეხება. ნახოთ რეპორტაჟი, მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ნიკოლი არველაძე და ძალიან მიყვარს ცხოველები. სახლში მყავს ძაღლები და კატები. ერთი ძაღლი, 5 კატა. ხოი, ჟოზე, პეგი, ბეტი, გრინჩი, ციცინო, ჟოზე. 1 საათიდან 2 საათამდე ვერთობი ძაღლებთან და კატებთან. დედიკო და მამიკო სულ მეხმარებიან ცხოველების მოვლაში. დიდი ხანია ყავს უკვე, ჩვენ ყავს 5 კატა და 1 ძაღლი. კიდევ ყავდა 2, გარკვეული მიზეზების გამო აღარ ყავს ის 2, 1 კატა და 1 ძაღლი. თავიდან ფიქრობდით, რომ 1-2 გაგვეჩუქებინა რა, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა ნიკოლი, რომელსაც არ უნდოდა არც ერთ ცხოველთან რომ შელეოდა, ასე რომ ვთქვა და ვერ შეელია და მოგვიწია 5 კატის და 1 ძაღლის დატოვება სახლში. ჩვენი რუტინა, სახლის რუტინა არის ის, რომ სამსახურებში როცა გავალთ მე და ჩემი მეუღლე ნიკოლის სკოლაშია, მოვართ სახლში, დავბრუნდებით და ვიწყებთ ამათ ერთად თამაშს. თოის გასეირნებას დილის საათებში, შემდეგ შუა დღის საათებში უკვე მარტო ვასეირნებ, იმიტომ რომ ნიკოლი და ჩემი მეუღლე ერთი სკოლაშია, მეორე სამსახურში.
და საღამოს ისევ ერთად ჩაყავს ხოლმე მე და ნიკოლს. და ვასეირნებთ ჩვენს სახლს. კატები ძირითადად სახლში არიან. 5 კატა გვყავს ამჯერად მხოლოდ 2 ჩანს, იმიტომ რომ 3 შეეშინდა და გვემალა. და ესე ვართ ჩაბმული ცხოველების აღზრდაში და მოფერებაში და თამაში. კატების მოვლა სიმართლე გითხრა, ბევრად მარტივია, ვიდრე ძაღლის. ну კატებს ეხა ძირითადად ვიცით რომ ძილის რეჟიმი აქვს, მიირთმევენ საჭმელს, შეჭამენ, დაიძინებენ, ანუ გასეირნება როგორც ასეთი კატებს დიდად არ ჭირდება. ძალიან კარგად ერთობა მასთან და ხიარულად მისთვის, ანუ ცხოველთან თამაში არის ერთ-ერთი, ასე რომ ვთქვათ, ჯერ დასაწყისის საქმიანობა რა, ძალიან ერთობა, მხიარულობს მათთან ერთად. სახელებიც ასე თუ ისე მისი დარქმეულია, ну ერთადერთი ესა ყავს თოი, რომელიც ქუჩაში ყავს ნაპოვნი და მოგვიყვანეს. ამასთანავე სწავლაში არანაირად არ უშლის ხელს, დროს არ აკარგვინებს, ძალიან ჭკვიანი გოგო ყავს ასე რომ თქვა და დედა როცა ეტყვის რომ უკვე სწავლის დროა, უკვე რაღაცას უნდა მიხედო, ჩერდება და აქცევს ყურადღებას სწავლა განათლებას. მე რო დიდი რო გავიზრდები, მე მინდა ძალიან ბევრი შინაური ცხოველი მყავდეს. ჩემთვის ცხოველების მოვლა ძალიან დიდი სიამოვნებაა. მადლობა ლექსო საინტერესო სიუჟეტისთვის. გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ ბიზნესსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის ხიდზე, ხო? ეს ხიდი ზოგჯერ ძალიან სუმბურულია, ბუნდოვანია, ამ შემთხვევაში კი ცალსახა. სფერო ჰოლდინგი ეს არის დეველოპერული კომპანია და გარდა ამისა და კონცეფციისა, ისინი საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასაც, სოციალურ პასუხისმგებლობასაც არივიწყებენ და ნიშანდობლივი არის ის, რომ ჰოლდინგი აერთიანებს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას და ფლობს 3 არასამთავრობო ორგანიზაციას. უფრო ვცვლად თემაზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები, რომლებიც ახლა თბილისიდან გვერდთვებიან. მოგესალმებით, წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები, რამაზ გერლიანი, ეკონომიკური რეფორმების ხელმძღვანელი და გიგა წულეისკირი, დამფუძნებელი სფერო ჰოლდინგის. მოგესალმებით, ბატონებო. როგორ დაიბადა ეს იდეა, რომ გარდა მთავარი კონცეფციისა, დეველოპერული შინაარსისა, ეს სოციალური ინიციატივებით წამოგეწ და შემდგომ ვისაუბროთ თითოეულზე. მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ამ თემის დაინტერესებისთვის და ჩვენი გაშუქებისთვის. ზოგადად სფერო ჰოლდინგის იდეა დიდი ხანი არსებობს და ჩვენს თავში მოვისაზრებთ რამოდენიმე სფეროს ბიზნესის განვითარებას. სფეროს მაგიტომ არის ჩვენი დასახელება, ვართ რამოდენიმე სფეროს წარმოადგენლები დეველოპერულ ბიზნესში, საინვესტიციო ბიზნესში, არასამთავრობო სექტორში, სამარასამთავრობო ორგანიზაციას ვფლობთ, თუმცა ესენი არაპოლიტიკური ორგანიზაციებია, გაერთიანებები. ერთს ქვია მებაღშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება, მეორეს ქვია მშენებლებისგან დაზარალებულთა და მესამე არის ნოვატორ ბიზნესმენთა გაერთიანება. უფასოდ და უანგაროდ ვეხმარებით ხალხს, ვეხმარებით იურიდიულ პროცედურების მოგვარებაში, დავებში და წლები ამ კუთხით მუშაობთ. რაც შეეხება დეველოპერულ ბიზნესს, აქაც გამოვირჩევით ნოვატორული და განსხვავებული პროექტებით და ვცდილობთ, რომ განსხვავებულები ვიყოთ ყველა მიმართულებაში. აი ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვისაუბროთ იმ 3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, თითოეულის შინაარსი რა არის და რომელ მოწყვლად ჯგუფებს ემსახურება, ბატონ გიგა გაგვიზიარეთ. დავიწყოთ საუბარი იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაციის შესახებ, მოდით. დიახ, ეს არის კონკრეტულად დაზარალებული ადამიანების შექმნილი გაერთიანება, რომელსაც ქვია მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება. ეს ჩვენი გაერთიანება იურიდიულ მოსახურებას უწევს. არა მარტო კონსტატაციების სახით, არამედ სულ იურიდიულ მოსახურებას, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ანუ სისხლის სამართლის საქმეების აღწევის კუთხით, საგამოძიებო წრეებში და ასევე სასამართლოში სარჩელების შედგენა და მათი ადვოკატირება. ეს ხდება სრულად უფასოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან დაზარალებული კერძო მევახშეებისგან და ასევე ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, მაგრამ პირველ რიგში უფრო მეტი დოზით ვეუწვით კერძო მევახშეებს, რომლებიც ყველანაირი ლეგიტიმაციის გარეშე დააზარალეს ჩვენი მოსახლეობა, დააზარალეს არა მარტო იმით, რომ ეს ფაქტები გაასესხეს არალეგალურად და მაღალპროცენტიანი ესენი აქვს სარგებლობას დახულობენ. ეგ ერთი დანაშაული, მაგრამ უფრო დიდი დანაშაული არის, რომ უძრავი ქონებები მიითვისეს, ანუ ეს უზრუნველყოფის საგანი, რომელიც უნდა ყოფილიყო უძრავი ქონებები მოსახლეობის, რომელიც დასაწყებ თანხასთან შედარებით 10-ჯერ 20 მეტი დირებულების არის. ეს ხალხი, როდესაც თანხას აბრუნებს, მევახშეებს უბრუნებენ, ნაწილი მევახშეები უკვე ამ უზრუნველყოფის საგანს, ამ უძრავ ქონებას აღარ აბრუნებენ, იმიტომ რომ
თავიდანვე გადაფორმებული აქვს და მავნე პრაქტიკას ვეუბნით. შესაბამისად, ეს უკვე ბატონობაში მიღებული ფორმა არის. როგორც ეს უნდა იყოს იურიდულად გამართული ფორმებით, ანუ უნდა არსებობდეს ეს ფული დასაწყების დროს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება, ანუ სასესხო ურთიერთობაში უნდა იყოს. ეს ადამიანები იქნებიან ეს ფიზიკური პირები თუ იქნებიან ეს იქნება თუ ეს კომპანია თუ ფიზიკური პირი, მაგრამ 2019 წლის რეგულაციებით, ეროვნული ბანკის რეგულაციებით ფიზიკურ პირებს შორის აკრძალული არის უძრავი ფონების იპოთეკი დატვირთვა, ეს ნიშნავს ვალდებულების დატვირთვას. და აი აქ უკვე შემოიღეს კერძო მევახშეებმა მავნე პრაქტიკა, ანუ ფულს ისევ ასესწრებენ, მაგრამ რახან ამას სათავისოდ იყენებენ ამ კანონმდებლობას, არადეს კანონმდებლობას. აი რა კუთხით იყენებენ სათავისოდ საინტერესოა. დიახ, ეს კანონმდებლობა, ეს რეგულაცია იყო მიღებული, იმიტომ რომ ამ კერძო მევახშეებს ფულის დასაწყებაში რომ შეშლოდათ ხელი, მაგრამ აქ ძალიან დიდი შავი ხვრელი გაჩნდა და ეს რა არის შავი ხვრელი, ანუ ეს ადამიანები ფულს მაინც ასესწრებენ, მაგრამ უკვე სასესხო ხელშეკრულების მაგივრად ნასყიდობა გამოშვების ხელშეკრულებას აფორმებენ, ახლა უფრო ადვილად მოახსნა, ადვილად გასაგები რო იყოს. ანუ ამ კერძო უძრავი ქონებას, რომელიც უნდა იყოს გარანტიის ნაწილი, ამას უკვე თხოვენ მოსახლეობას, რომ გადმოუფორმოს მევახშეს და პირდებიან, რომ აი უკან ასესხები ფულის დაბრუნების შემთხვევაში უკვე გადმოგიფორმებთო. და აი ამ გადმოფორმებას აღარ ახორციელებენ და ეს უკვე გადადის მევახშეობა უკვე თაღლითობაში. ეს უკვე სხვა დანაშაულია, უფრო მეტად ძიმე დანაშაულია, რომელიც არის 180 სამართლის თავითობა და 185-ე შვის კონებს მოტყუები დაუყლება და აი აქ უკვე პროკურატურის საქმე არის ეს. ანუ შესაძ დაზარალებული ადამიანი მიმართავს პროკურატურას, იქ როცა ნახავენ რომ ნასესხები თანხა პირობითად არის 10000 და ქონება ხონების ღირებულება 150000 და ამ დროს ეს მევახშეები პროკურატურაში აცხადებენ თითქოს ნაკიდია ვთქვათ ეს თანხა გადახდილი იყო ნასესხები, მაგრამ როგორ შეიძლება რომ 10000 და ვინმე მიტილოს 150000 დოლარის ღირებულება ვინმე. აი ეს ჩამოთვალოთ ზუსტად, აი მევახშეობა რით განსხვავდება, არ ვიცი, სხვა ეკონომიკური საქმიანობისგან, ხო, როცა კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებს. აი რა არის მევახშეობა? იგივე სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არსებობს, ხო, აი ბანკებში არის ძალიან მაღალი პროცენტი იპოთეკის შემთხვევაში. არის თუ არა ეს მევახშეობა, თუ რას გულისხმობთ ამაზეც? ეს მევახშეობა არის ძველი ტერმინი დიახ, და რას გულისხმობთ შინაარსზე ამას? დიახ, მაგრამ ნახეთ ახლა ჩვენ მევახშეებლად ესე იგი მევახშეებს უწოდებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კერძო პირები არიან და არიან დაკავებული ფულის დასაწყებით და შესაბამისად ამათ თაღლითური მეთოდებით ითვისებენ უძრავ ფონებს. ახლა ნახეთ რა ხდება, ანუ თანხის გასაწყებას აქვს თავის ფორმა. შესაბამისად, ანუ SGS ეს ნიშნავს სესტრის გამცემ სუბიექტს. სესტრის გამცემის სუბიექტები უნდა იყვნენ და არიან ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ამ ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები და შესაბამის გადასახადს იხდიან და შესაბამისად ხელშეკრულებებით ლეგალურად აქვს გაფორმებული და იქ უკვე რაღაცა ბერკეტები არსებობს ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს ასესები ფული და უკან ფულის დაბრუნების შემთხვევაში გარანტირებულად იბრუნებენ თავის ფონებას, მაგრამ ეს კერძო მევახშეები არ არიან დარეგისტრირებული, ეგრეთ წოდებულ სესტრის გამცემ სუბიექტებად, SGS. შესაბამისად, უკვე პირველ რიგში აკაკენებენ ზიანს სახელმწიფოს, არიან დაკავებულები თანხის დასაწყებით, აქედან მიღებული საგების მიღებით და ამ მიღებული საგებიდან არანაირი გადასახადს არ იყრიან სახელმწიფოში. და ეს იატაკში ურთიერთობები ძალიან გავრცელებული არის. ეს ერთი პრობლემა ქვეყნის, რომ აზარალებენ ეკონომიკას და ქვეყანას, მაგრამ ამ მარტო ეს არ არის საკმარის სამწუხარო, საუბედუროთ უარეს პრობლემას დანაშაულჩადიან და მოსახლეობას ვისაც ფულს ასესწრებენ, ყველა მოვახში არ შვება ამას, მაგრამ უმეტესობა შვება სამწუხაროდ და იმ სწორედ მათ ვებძვი და მათ გამოაშკარავებით ვართ დაკავებულები. და აი ეს გარდა იმისა, რომ ფულს ასესწრებენ და სახელმწიფოს აზარალებენ, იმითი რომ საგადასახადოში არაფერს არ იხდიან გადასახადს. გარდა ამისა, ამ უზრუნველყოფის საგას ითვისებენ, ფონებას აწვევენ ხალხს და საქართველოს კანონმდებლობით და არანაირი საერთაშორისო კანონმდებლობითაც უზრუნველყოფის საგნის მითვისების უფლება არავის არ აქვს. ბანკსაც კი არ აქვს ამის უფლება, აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ეს კანონმდებლობა ეხება ფულის გამსაცემლად ეს არის, რომ უზრუნველყოფის საგანი მოხდეს აუქციონის წესით გასვლის და იქიდან მიღებული თანხი დაკმაყოფილდეს ორივე მხარე. გამსაცემლის და დარჩენილი თანხა უნდა მიიღოს მოსწრებელმა, ვინც დაუშვათ ვერ გადაიხადათ ასესწრები თანხა, მაგრამ მევახშეები ამ უფლებას აყარგვირებენ ადამიანებს, იმიტომ რომ პირად უზრუნველყოფის საგას ითვისებენ და პირდაპირ დანაშაულჩადიან, უკვე სხვა დანაშაულს, რომელიც გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში. ბატონო გიგა, როგორ უნდა მოგმართოთ ამ ადამიანებმა ნიშანდობლივია, იციან თუ არა ზოგადად თქვენი კომპანიის შესახებ, იმ ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც უწევთ დაზარალებულ ადამიანებს? დიახ, ათასობით ადამიანს უკვე მომართული აქვს, ათასობით кейსი გვაქვს, სადაც ვესახურები, ჩვენი ოფისი არის თბილისის წერეთლის 18 ექსპო ჯორჯია ესე არის, ესე ქვია, პირველი პავილიონია ჩვენი მისამართი, ჩვენ სოციალურ გველში აქვს
გვაქვს გვერდი, რომელსაც პირდაპირ ესე ქვია მევახშეებისგან დაზავებული და გაერთიანება და უამრავი გამოწერია, უამრავი ასე ვთქვათ, ფოლოვერი ყავს და შესაბამისად იქიდან უფრო ადვილად ხდება ჩვენთან კომუნიკაცია. ასევე სატელეფონო ნომრები ჩვენი გამოქვეყნებულია როგორც ჩვენ საიტზე, ასევე ჩვენს Facebook-ზე და უნდა ვივარაუდოთ ალბათ ბევრი წარმატებული კონკრეტული кейსი, რის საფუძველზეც გაქვთ შესაძლებლობა. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივად სწორად ახორციელებთ ამათ გამოაშკარავებას. აქ არის ნიშანდობლივი, რომ უნდა იყოს სწორი იურიდიული პროცედურები. ადვოკატირება უნდა ახორციელდეს სწორად. ეს ადამიანები სამწუხაროდ მევახშეებისგან დაზავებული არიან არასწორი იურიდიული კვალიფიკაციებითაც მანამდე, სანამ ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნებოდა. ესაც თუ ის ადვოკატები, კერძო ადვოკატებს გულისხმობ, სამწუხაროდ არიან ესეთი ადვოკატები, რომლებიც მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავდათ ეს ადამიანები, არასწორად უწევდნენ საქმეს და სულ-სულკან მევახშეებულები ურიგდებოდნენ და ძალიან ბევრი ესეთი წაგებული საქმით არის მოსული ადამიანები, მაგრამ ჩვენ აქ ძალიან ხარისხიანად, ძალიან სწორად სამართლებრივად საჩივრებს. ბატონებო, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ შემდეგნაირი. თქვენ სთავაზობთ დაზარალებულებს იურიდიულ მომსახურებას, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეხმარებით. თუმცა გარდა აი ამ საადვოკატო სერვისებისა და იურიდიული მომსახურებისა, თქვენი ასოციაცია თუ ახორციელებს საზოგადოებრივ სფეროში განათლებას, ამ კუთხით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებზე, რათა მათ განემარტოთ, დავასრულებ თუ შეიძლება, განემარტოთ მთავარი საფუძველი საბანკო თუ სალომბარდე მომსახურებისა, იქიდან გულისხმობ იმას, რომ ეს ფული, რომელთაც მათ კონკრეტული ორგანიზაცია აძლევთ, იქნება ეს კრედიტი, სესხი, ეს მათი ფული არ არის, ეს გარკვეული ვალდებულებებით მიღებული თანხა, რომელიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დააბრუნონ. აი ამ კუთხით თუ მუშაობს ასოციაცია, რათა მიეწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია, რომ კრედიტი აუცილებლად დასაბრუნებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებიან ნიჰილიზმის წინაშე, აი ამ გაღიზიანების ნეგატიური პროცესების წინაშე, რასაც იწვევს შემდგომ უკვე ვალდებულებები. სამწუხაროდ საქართველოში არსებობს სტიგმა. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ულოცავენ სესხის დამტკიცებას, კრედიტის აღებას და ვერ იაზრებენ იმ ვალდებულებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახლავს ხოლმე კრედიტ ის აღებას. ეს იქნება იპოთეკა, როდესაც შემდეგ ჩვენ ვადგებით გამოსახლების პროცესს, შემდეგ იწყება სწორედ თქვენი ჩართულობა, რათა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცნობიერების ამაღლება სწორედ იმ კომპონენტში, რასაც ქვია კრედიტის პირველადი მიღება. ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო, მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩვენ გარდა იმისა, რომ უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევთ, ჩვენ კონსულტაციის გარდა გვაქვს რუბრიკები, ჩვენს გვერდზე ხდება ხოლმე განთავსება, ჩვენი იურისტები, აი ესეთი ვიდეო ბლოგების საშუალებით იურიდიულ რჩევებს აძლევენ კონსულტაციებს წინასწარ ადამიანებს. ამათი თუ რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს შესაბამის სესხის გაცემა და ზოგადად რა უფლებებია ადამიანებს. ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არის შემეცნებით განათლების ზოგადად განათლების პრობლემა არის და ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი ორი მიმართულება არის იურისპრუდენცია და შესაბამისად შემეცნებითი განათლება. ჩვენ ვიდეო რუბრიკები გვაქვს გადაცემებით, სადაც ამ იურიდიულ რჩევებს ვაძლევთ მოსახლეობას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც დასაწყისები თანხის დაბრუნება უკან არ უნდა თხოვენ, მაგრამ პირველი შეკითხვა ჩვენი იურისტები, რასაც უსვამენ ამა თუ იმ ადამიანს დაზარალებულს, ვინც მოგმართავენ ხოლმე, აქვს თუ არა მზაობა მას ამ დასაწყისების ფულის დაბრუნების. ყოფილა ძალიან ერთეული შემთხვევები, როდესაც ყოფილან ადამიანები, რომელსაც უთქვამთ, რომ აი დასაწყისების ფული მაქვს და არ უნდა დავაბრუნო. ესეთ ადამიანებს ჩვენ ვერ და არ ვესახურებით, ჩვენ ვესახურებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც თესტის დაბრუნების ესე იგი სურვილი აქვს, мотивация აქვს, საშუალება აქვს და შესაბამისად უზრუნველყოფისაგან უკვე მითვისებული აქვს მევახშეს და ნახეთ რატო არსებობს უზრუნველყოფისაგან ის ადამიანები, ანუ ვისაც დასაწყისები აქვს ახლა და ვერ ახერხებენ ფიზიკურად დაბრუნებას უძრავი ფონოების. იმიტომ არსებობს უძრავი ფონება და იმიტომ არსებობს ეს უზრუნველყოფისაგანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში 10-15 მეტი ღირებულებისა, სხვა შემთხვევაში 10 მევახში, 10 ბანკი, 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ფულს არ გაასესწრებს ხოლმე, თუ არა უზრუნველყოფისაგანი. ეს უზრუნველყოფისაგანი ერთგვარი დაზღვევა არის თანხის ვერ დაბრუნების შემთხვევაში. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება რომ დააბრუნოს თანხა, მან უნდა მოახდინოს ამ უძრავი ფონების რეალიზაცია და ამ რეალიზებიდან მიღებული თანხით უნდა დააბრუნოს თუ ვალიდა დანარჩენი თანხა რაც დარჩება
თუ მქონდა ადამიანს უფრო დიდი უძრავი ქონება, შესაბამისად იყიდეს შესაბამისად უფრო პატარა უძრავი ქონებას, მაგრამ ქუჩაში არ დარჩებოდა. აქ უბედურება ის არის, რომ ამ უზრუნველყოფისაგან ფრენად ითვისებენ და აწმევენ ეს კერძო მებაღშეები არაძლევენ თავიანთ უძრავი ქონების რეალიზაციის საშუალებას და კიდევ მეორე საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ფარამის არ ითვალისწინებს უზრუნველყოფისაგანი, იმიტომ არის უზრუნველყოფისაგანი, რომ აღშრობის ეროვნული ბიუროს მეშვეობით უნდა მოხდეს მისი გასვისება აუქციონის წესით და იქიდან მიღებული თანხმობა გადაანაწილოს აღშრობის ეროვნულმა ბიურომ და ამ შემთხვევაში, როდესაც მებაღშები ითვისებს უძრავ ქონებას, აღშრობის ეროვნულ ბიუროსაც აკარგინებს ბერკეტ სახელმწიფოსაც და ეს მებაღში ყველანაირ დამაშაულშად და ადამიანის სახელმწიფოს რჩება ქუჩაში გამოსახლებული ადამიანი. ძალიან ვცვლად ვისაუბრეთ ჩვენ ახლა ერთი დიახ. თქვენი კითხვა რაც იყო, პირველ ნაწილზე რატომ მაგამ საკმაოდ ვცვლად ახსნა. და მეორე ნაწილი სფერო ჰოლდინგს ასევე არჩეული მიმართულება, მასა ტელევიზია სფერო ტივი, რომელიც პირდაპირ შემეცნებით საგანმანათლებლო მოღვაწეობას აწარმოებს და სწორედ ფიზიკურ პირებამდე, მათ შორის იურიდიულ პირებამდეც, სწორედ ეკონომიკური ტიპის გადაცემებით ეს ზღაპ მიდის და შესაბამის მიმართულებით ხორციელდება აქტივობები და ასევე ერთ-ერთი სამოქალაქო სექტორის ხო წარმომადგენელი, როგორც არის ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაცია, ის უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლებს უსმის, რომ ეს კრედიტი, ეს დაფინანსება, თუ ის არის აბანკო სპეციალისტიდან, მაშინ ასაკურა მას ჭირდება საბოლოო ვთქვათ წარმატებისთვის საბოლოო ვთქვათ მოვლა ან მისი მოდით უფრო ვცად აი ბატონო ამას გეკითხებით მოდით ბიზნესმენთა წახალისება და ხმარება ვისაუბრეთ ხო შეიძლება ძალიან ბევრს ქონდეს სურვილი თუმცა როგორია თქვენი კრიტერიუმები ვის ეხმარებით რა პრიორიტეტებს ითვალისწინებთ ამ შემთხვევაში დახმარების ნაწილში ბატონი კიდევ უფრო სლაბნერ რასაკვირველია ახსნის ჩვენ კონკრეტულად გამორჩეული პრივილეგირებული ბიზნესი ესეთი ჩვენს კრიტერიუმებში არ არის ყოველას ვისაც კი სრული ექნება და ეს არის დახმარების არის თანამშრომლობა როგორც თანასწორთან თვითონ ასოციაციის პრინციპი არის ის რომ ერთი საინფორმაციო ნაწილი მეორე იურიდიული ნაწილი და მესამე არხი თვითონ სიტყვას გვეუბნება ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაცია რომ ახალი ბიზნესები იქნება ეს თუნდაც ძველი ბიზნესი იყო ახლობლად გააზრებული და წარმოების პროცესის დაწყება, მათ გავუვარდეთ თუნდაც ის სატელევიზიო, ასე ვთქვათ, მონიტორიდან, სატელევიზიო, ასე ვთქვათ, ბადიდან, მათ შორის იგივე, ასე ვთქვათ, უფასო იურიდიული ვთქვათ დახმარება, რომელიც დაჭირდებათ ამას სფეროს, ასე ვთქვათ, ინვესტორების უზრუნველყოფენ და შესაბამისად კრეატიული და საინტერესო იდეებში, რასაკვირველია, სფერო ჰოლდინგი არის ღია, რომ შევიდეს ესე იგი რაღაც სახელმძღვანელო მაინც არის, ხო? უნდა მიგაჩნდეთ, რომ ეს არის კრეატიული იდეა. აი ბატონ რამეს მინდა ჩავეკითხო ამ შემთხვევაში ჩვენ სტარტაპერებზე, ანტრეპრენუარებზე ვსაუბრობთ, თუ რაღაცა უფრო სხვა მიმართულებაზე გამოცდილება უნდა ქონდეს ბიზნესმენს, ეს მოგვიყევით. ყველა ბიზნესი მნიშვნელობა აქვს, თუ ბიზნესი იქნება სხვილი თუ სტარტაპერი. ამ შემთხვევაში ასოციაციის წევრობა არის აბსოლუტურად უსასყიდლო და შესაბამისად ეს ასოციაციის წევრები ერთმანეთს აღძლებენ. ასოციაციის პრინციპიც ხო ეს არის, რომ ზოგადად და ბიზნეს პრინციპებზე იყვნენ თქვა შეთანხმებული და თუ რამე ბიზნეს სექტორისთვის არ არის თქვა მისაღები ან რაღაცის გაუმჯობესება უნდა ან რაღაც საერთო ინოვაციური თქვა მიდგომების დანერგვა უნდა ამ მიმართულებით უნდა ხდებოდეს ამ შემთხვევაში საერთო პრინციპების იგივე თქვა დაჯგუფება. არსებობს ასევე თქვა ინდივიდუალური მიდგომები სადაც უკვე მარტო ეს არ არის პარტნიორობაში შემოვლენ სფეროსთან თუ არ შემოვლენ. შესაძლოა სულაც არ იყოს ეს სფეროსთან უშუალო ბიზნეს პარტნიორობა, მაგრამ თანამშრომლობა როგორც ესე ვთქვათ ამ ნაწილში რასაკვირველია ხორციელდება ამ სამი მიმართულებით, ეგრეთ წოდებული სამკუთხედი, იურიდიული მომსახურება, გასვლა საზოგადოების ცნობიერებაში, ყველა ბიზნესი წინდება და თავის პროდუქტი გააცნობს საზოგადოებას და მესამე ეგრეთ წოდებული იაფულზე ხელმისაწვდომობა, რაც რასაკვირველია უზრუნველყოფს მერე ბიზნესის წარმატებას. მშენებლობით დაზარალებულთა ორგანიზაციაზეც ვისაუბროთ, ესეც ნიშანდობლივი საკითხია და საკმაოდ მტკივნეული, ხშირად გვესმის მსგავსი სამწუხარო ფაქტების შესახებ, როგორ დაიწყო სახლის მშენებლობა, ბოლომდე არ მიიყვანა ინვესტორმა და ფაქტობრივად უსახკაროდ დარჩა ადამიანი. სამწუხარო ძალიან ბევრი შემთხვევები არის თვალში და ამიტომაც შევქმნით мотиваცია ასევე ამ ასოციაციის შექმნის იყო ის, რომ უამრავი ადამიანი არის ვინც იყიდა გაწოდებული ჰაერის გაყიდვის პრაქტიკა ძალიან მავნე და ცუდი პრაქტიკაა. ჩვენი შეხედულება ესეთი და ეს პრაქტიკა სამწუხაროდ გრძელდება, იმიტომ რომ უმეტეს დეველოპერი კომპანიები იმის გამო რომ გაართულებული არის საბანკო მომსახურება, სესხის საკრების პროცედურები, იმართავენ ხალხის გაყიდვების ფორმას, იმიტომ რომ ადამიანებს ერთიანი თანხის გადაღების საშუალება არ აქვს და შესაბამისად ამიტომაც ხდება რომ ძალიან ბევრი ჰაერი არის გაყიდული და ასევე რეგულაციების კუთხით ძალიან დასახვეწია ეს სახელმწიფო დახვეწოს და ჩვენ ასოციაცია ვაპირებთ ინიციირებას პარლამენტში
სხვა რეგულაციების, სხვა კანონპროექტების, რომლებითაც მოხდება დარეგულირება მსგავსი პრაქტიკის, რომ იყოს დაზღვევის მექანიზმები შემოტანილი, ანუ უნდა იყოს მესამე მხარე, რომელიც დააზღვევს ამას, ეს ჩვენი მოსაზრება და ჩვენი სტრატეგიაა, რომ ან სადაზღვო კომპანია, საბანკო გარანტია უნდა იყოს დამზღვევი სუბიექტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც რამდენია ხელისუფლებული ფაერი, რომ ესაც ის დეველოპერი კომპანია, რომელიც შეიძლება გაფართოვდეს და მან აღარ დაასრულოს ეს შენებლობა. ეს ადამიანები ადრესენ ქუჩაში და მათ მოახდინონ თავისი უზრუნველყოფის მიღება, ან მინიმუმ თანხის უკან დაბრუნება. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტია ესეთი, რომ თანხები გადახდილი აქვს თავს, ესაც ის კომპანიები შეჩერდნენ, აღარ ფუნქციონირებენ და ვერც სახელმწიფო ვერ ეხმარება, რომ ვალდებულება არ აქვს სახელმწიფო შესაბამისი რაღაც მოსახურების, რომ ეს კერძო სამართლიანი და ესე არ იქნება და სახელმწიფო დამაშავებას არ მოუწვის საკუთხით ესე მიაჩნია სახელმწიფოს და ის კომპანიები კიდე როგორც წესი მერე სხვადასხვა ლობისტების საშუალებით პასუხისმგებლობას იღებენ ხოლმე თავიდან, მაგრამ ყველაზე უდიდრობა ის არის, რომ რამოდენიმე შემთხვევა არსებობს ისეთი სამართლის პასუხისმგებლობით, როდესაც დააკავეს ესეთი დეველოპერები, რომელსაც ჰქონდათ ეს თანხები მითვისებული და არასდროს გაფლანგული. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება და ის არის, რომ მათი დაკავებით ეს პრობლემა არ მოგვარდა, იმიტომ რომ იურიდიულად ნახეთ დაკავებული ადამიანი თუ მოიქცეს ბრალს და თუ უკვე დამაშაულზე გამოს ციხეში აღმოჩნდება, მას უკვე შესაბამისად ვალდებულებას აღარ იქნება ადამიანებთან. თუ მას საჯარო მოიხადა რამოდენიმე წლის წინ და ის გამოთავისუფლეს ციხიდან, მას უკვე შესაბამისად მოხდილი დამაშაული და ვალდებულებას აღარ აქვს მოსახლეობასთან და ეს ადამიანი მაინც ქუჩაში შეჩება, მათ დაზარებული ადამიანი და აი სწორედ ამაშია რომ წლები ეს პრობლემა გააჩნდა, ეს პრობლემა გრძელდება და ძალიან დიდი ნარგვის ქვეშვართ, იმიტომ რომ უმეტესობა დეველოპერი კომპანიები ესეცნაირად ხიდიან. ჩვენი მოკლედ ჩვენ სტრატეგიას წარმოვიდგენთ თქვენს მაყურებელს, მარტო ის არ არის იურიდიული მოსახურება აქ გამოსავალი, აქ არის გამოსავალი სწორად მოგვარება პრობლემის საკითხის სწორად დასმა, რომ ჩვენი სტრატეგია რაც შეიცავს თავის თავში, რომ დაზარალებული ხალხისგან მინდა რომ შეგვიძლია ახანაგობები და ამ ახანაგობებმა მინდა რომ გადმოიბარონ ეს შეჩერებული შენებლობები ამა თუ იმ დეველოპერისგან, რომელმაც ვერ არ დაასრულა შეჩერებული შენებლობა და მე ეს ამხანაგობები უკვე გადააბარებენ სხვა დეველოპერულ კომპანიებს. აი ამის ორგანიზებას ვახდენ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ ქონდა შეხვედრა რამოდენიმე დეველოპერთან, რომელმაც ესე მიიწვია თანხები, ანუ ზოგმა შეიძლება არათანაბარ უბრალოდ აიღო ეს თანხები არამიზნობრივად ახარჯა და მოკლედ არ იცოდა უმეტესობა სამწუხაროდ ამ ბიზნესში გამოუცდელი ადამიანები არიან, ეს ყველა შეუძლია პირობითად 120 დაარეგისტროს შეფასება და დაიწყოს გაფსაქმიანობა. არანაირი რაღაც სერტიფიკაცია, არანაირი ცოდნა ამაში არ მოითხოვება, ესეც სახელმწიფოს პრობლემა არის, ანუ არანაირი კვალიფიკაცია არ არის მოთხოვნილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს დეველოპერულ საქმიანობა. ხო, შეფასება დარეგისტრება ყველა შეუძლია და ბევრი ამას აკეთებს და ეგეთ ადამიანებს, ვინც ეგრეთ წოდებული პრობლემის წინაშე იდგა, ჩვენ შევთავაზეთ ეს პრობლემის მოგვარება. სამწუხაროდ ამ ადამიანებმა მაგივრად იმისა, რომ ეს გადმოებარებინა ჩვენ შეჩერებულ შენობა, ჩვენ ვიტყოდით, რომ გადმოგვებარებინა ჩვენი დეველოპერული კომპანიითაც გვაქვს ეს ჰქონდა და ეხლაც გვაქვს, რომ გადმოებაროთ ესეთი მსგავსი შეჩერებული შენებლობები. ამათმა იმის მაგივრად რომ გადმოებარებინა პირიქით, ანუ უარი განაცხადეს გადმოებარებას და თანხები მოთხოვეს. თანხები მოთხოვეს, რომ აი ამ თანხის გადაჭრის შემთხვევაში მოხდით ამ პრობლემურ кейსს და ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო რა და ამიტომაც მე შევხვდით უკვე ასოციაცია და უკვე ამ ადამიანებს ვებძვით. მათ დაზარალებული ადამიანების უფლებები დასაცავად ამ ადამიანების უფლებები. უფლება ჩვენ ან სახელმწიფოს არ აქვს რომ ვინმეს აიძულოთ რამის გადმოგვარება, მაგრამ ამის უფლება დაზარალებულ ხალხს. ამ დაზარალებულ ხალხს შეიძლება ხელმძღვანელი და ეს ხელმძღვანელობა სრულად უსასყიდლო ყოფასად თავაზობთ ჩვენ. ჩვენი სტრატეგია. თქვენ ახსენეთ ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოებთან მიმართებაში, საინტერესოა რას გულისხმობთ კონკრეტულად და რა რეგულაციებმა შეიძლება დაარეგულიროს ბაზარი. ჩვენ უსმენდით უძრავი ქონების სააგენტოს, სადაც ამბობდნენ, რომ თითქოს პატარა დეველოპერები მომავალი წლებისთვის ვეღარ შეძლებენ პოზიციონირებას, ვინაიდან ბაზარი უფრო მეტად კონკურენტულნარიანი გახდა და ეს ვთქვათ, უფრო გამოცდილი დეველოპერები დაიკავებენ ფაქტიურად ბაზარს. აი ეს ეხლა მე როგორც ამ შემთხვევაში როგორც ბიზნესმენთა ასოციაციის, ნოვატორიზმთა გაერთიანების ასოციაციის დამფუძნებელი შემიძლია პასუხი გაცეთ. ეს არის აბსურდული შეფასება, ეს არის ბაზის მონოპოლიზაცია პირდაპირ, მონოპოლიზაციის ცდელობა. ანუ როგორ შეიძლება, ანუ ეს არასწორი მიღება, არასწორი ფორმაა რა. ანუ ნახეთ თავისთავად ჩაეხსნებიან ამ პროცესს, ვინაიდან უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლებენ დიდ ეს ვთქვათ მაგნატებთან შედარებით, რომლებიც ნახეთ რომ ეს ნებარა იცით, ანუ ახალ დამსწრე ბიზნესმენს არ მიეცეს საშუალება ბიზნესის განვითარების. ეს პირდაპირ ნოვატორ ბიზნესმენთა გაერთიანების ინტერესებს
ეწინააღმდეგება მსგავსი მიდგომა, ეს როგორ შეიძლება? ანუ პრობლემის მოგონება ამაში კი არ უნდა იყოს, რომ ახალს აღმოჩნდეს განვითარების საშუალება, არამედ უნდა იყოს, რომ ახალსაც და ძველსაც დაუწესოთ რეგულაციები, რომ მას ჰაერის გაყიდვის უფლება არ ჰქონდეს. ოღონდ გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს არ იქნება დაზღვეული. დაზღვევის ფაქტები არსებობს. სოფლიო პრაქტიკა არსებობს, სადაზღვევო ბიზნესი არსებობს ამას თელ სოფლიოში და საქართველოში ეს კიდე მეორე პრობლემაა სადაზღვევო ბიზნესების სტრატეგია რო აღმუშავოთ თავდადასტურებად კულტურალურად არის განვითარებული მე ბევრი წელი ვიმუშავე სადაზღვევო ბიზნესში და კარგად ვიცნობ ამ ბიზნესსაც და ძალიან გულწრფელია რომ ლევი გავიდა და სადაზღვევო კულტურა არ არსებობს საქართველოში და ადამიანები თვითონ არა მოწონა დაზღვევისა და თვითონ არ არქვია თავს ოდებოდა და ესკრინოდა აი ეს როგორც არის ნახეთ მესამე პირის დაზღვევა შევადაროთ ხოთ აი ავტომობილის დაზღვევა ნუ გავითარებულ ქვეყანაში არ შეუშვებენ ავტომობილს თუ მას არ იქნება მესამე პირის დაზღვევა ნაყიდი ეს რაც ნიშნავს ანუ შენ თუ გინდა შენი მანქანა არ დააზღვიო შენი თავი თუ არ გაინტერესებს ხოლმე გინდა ეს არ დააზღვიო მაგრამ შენ ვალდებული ხარ ის პირი დააზღვიო ვისაც შეიძლება ზიანი მიაყენო ამას ქვია მესამე პირის დაზღვევა აი დაახლოებით მიგრე არის ჰაერის გაყიდვის დაზღვევა ანუ შენ თუ გინდა შენი რისკები არ დააზღვიო დეველოპერულ კომპანიებსაც ხარ თუ გენანება დაზღვევაში ამის გადახდა თუმცა მე ვერ ვხვდები რატომ დაინერგებოდეთ იმიტომ რომ შენებობის რისკების დაზღვევაც არსებობს ბევრი დაზღვევა არსებობს და ამ დაზღვევებს საერთოდ პოპულარობა არ აქვს და мотиваციაც არავის არ აქვს ამათონ დეველოპერებს რო იყიდონ ზედმეტ ხარჯად მიაჩნიათ და ეს ჩვენთვის რაღაც ნახეთ ჩვენთვის როგორც პოტენციური მყიდველისთვის თუნდაც რომელსაც კონკრეტულ ქონების შესყიდვა მინდა ჩვენთვის ახალი თქო დილეტანტი კომპანია უფრო მეტად შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი რამდენად კეთილსინდისიერი არის თუ არ არის კეთილსინდისიერი ნაკლებად გამოცდილი კონკრეტულ საქმიანობაში და ამიტომ თქვენ თუ გაქვთ აი კონკრეტული ისეთი რჩევა საზოგადოებისთვის რომლითაც შეიძლება თავიდან აირიდონ თუნდაც ის სწორედ ამას ვამბობდი რომ ადამიანი პოტენციური კლიენტი არ უნდა იყოს დამოკიდებული რეპუტაციაზე და დოლარზე, კეთილსინდისიერებაზე მეორე ადამიანის, რომელიც საუკუნეა. აქ უნდა არსებობდეს დაზღვევის მექანიზმები, იურიდულად უნდა იყოს გამართული. რომელიც უნდა დაავალდებულოს. ეს არის ყველა დეველოპერული კომპანია, დამსწრები იქნება თუ დიდი ხნის კომპანია და მონოპოლისტი, მნიშვნელობა არა. ყველასთვის კანონი უნდა იყოს ერთი, კანონი ერთი რას ისე უნდა იყოს რეგულაცია. კი ბატონო, გააკეთე ჰაერი, მაგრამ ეს იყოს დარეგულირებული. ძალიან მთელი თემაა და ნიშანდობლივი საკითხია სამწუხაროდ დროში ვიზღუდებით. მოდით ბოლო კითხვას დაგისვამთ. თქვენი აზრით, რაოდენ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოგვარების კუთხით? აუცილებელი არის ბიზნესი ვერ იარსებებს სამართლებრივი გარემოს გარეშე და სამართლებრივი გარემო ვალდებულია სახელმწიფო ვალდებულია სამართლებრივი გარემო შეუქმნას ბიზნესს. იქნება ეს ადგილობრივი ბიზნესი, იქნება ეს ინვესტორები, სხვა ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციები. ეს არის აუცილებელი ვალდებულება და ამიტომ მესამე სექტორი სამწუხაროდ უმეტესობა მესამე სექტორში დღეს არის წარმოდგენილი გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. უმეტესობის მიზანი არის ან რაღაცა გრანტის დაფინანსების мотиваცია, რომ რაღაც ფინანსური საგებელი მიიღონ, ან კიდე რაღაც პოლიტიკური ბენეფიტების ისა. ნამდვილი ასოციაციების დეფიციტი არის. ან ნამდვილ ასოციაციას გულისხმობ ჩვენ არ ასოციაციას, რომლებიც პოლიტიკურად დარგის წარმომადგენლებს უფლებებს დაიცავენ. ხო ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცავთ შენებლების დაზარალებულების ინტერესებს, ასევე მოსახლეობის ინტერესებს და ნოვატორ ბიზნესმენთა ასოციაციის შემთხვევაში დამწყებ და მოქმედი ბიზნესმენების ინტერესებს და ესეთი ასოციაციები რაც უფრო მეტი იქნება, მეტი მოთხოვნა იქნება პარლამენტს, მეტი მოთხოვნა იქნება სახელმწიფოს, მეტი ინიციატივები იქნება რეგულირების კუთხით, საკანონმდებლო კუთხით, კანონის დაფუძნების კუთხით და შესაბამისად ქვეყანას რაღაც რელსები დადგება. უღმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა პირიქით თქვენთან ერთად გემშვიდობებით. ნიშანდობლივ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას და ბუნებრივი კომფორტ შეუქმნის დაზარალებულ ადამიანებს. მუჰაჯირობის თემაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ქვეყნის ტკივილზე და გადაცემის ამ ნაწილშიც ამ თემაზე ვისაუბრებთ. ახმედ მელაშვილის პერსონა გვიხსენებია, გვისაუბრია იმ ქართველების შესახებ, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ქართველობას. ჩვენს მეზობელ ქვეყანა თურქეთში ვიციან ქართული ენა, უყვათ ვეფხის ტყავსანი დღეს განსაკუთრებულ ადამიანზე ვისაუბრებთ, რომელიც ქართული დიასპორის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ჩვენ ორჰან ბერიძე გვერდება ახლა და ნიშანდობლივია ის, რომ სტამბოლში ქართული დღეები იმართება, საქართველოს დელეგაცია იმყოფება სტამბოლში. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ამ ადამიანების სახელები და გვარები. საქართველოსდან სტუმრად არიან
ბატონი დავით თედორაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ლალი კონცელიძე აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, შორენა ლომაძე აჭარის სკაუტური ორგანიზაციის პრეზიდენტი, შორენა მახაჭაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნათია გეგუჯაძე და ლადო მიქელაძე სკაუტ ლიდერები. მოგესალმებით, ბატონ ორჰან ბერიძეს მივესალმოთ, რომლის წიგნის პრეზენტაციაც იმართება აი ამ ქართული დღეების ფარგლებში. უნდა ჩაგვერთოს ახლა ბატონი ორჰანი სტამბოლიდან, ახლა ვცდილობთ დაკავშირებას თურქეთის სიდიდით მეორე ქალაქთან. ბატონო ორჰან, თუ გესმით, მივესალმოთ. ჩვენი ნიშანდობლივია მსგავსი ღონისძიებები, ჩვენ არაერთხელ გვესაუბრია სწორედ ამაზე, ქართული ენის პოპულარიზაცია, ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და ბუნებრივია მუხაჯირები და საინტერესო ახალი თაობის მუხაჯირების აზრის მოსმენად მივესალმებით ბატონს. ჯერ მე მგონი თუ ოფისები კავშირი არ არის, აქვე უნდა ვთქვათ, რომ წინა ეთერებში ჩვენ აქტიურად ვაშუქებდით ქართულ თურქულ კულტურის პოპულარიზაციას ამ ადამიანებს, რომლებიც შეინარჩუნეს ქართველობა თურქეთის რესპუბლიკაში, ადაპტირდნენ თანამედროვე გარემოსთან და აწყობენ არაერთ ქართულ პერფორმანსებს და აჰმედ მელაშვილის შვილიშვილი ყავდა ამას წინათ ჩართული. ეხლა ორჰან ბერიძეს ველოდებით ღია ეთერში. მოგესალმებით ბატონო ორჰან. და ასევე დელეგაციის წევრებიც ბატონო ორჰანთან ერთად არიან, მოგესალმებით. პირველ რიგში მოდით გვიამბეთ, ბუნებრივია იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ახლა სტამბოლში იმართება, ქართული დღეები ასე ჰქვია მას, როგორია შინაარსი და ბუნებრივია თქვენი წიგნის პრეზენტაციაც უნდა გაიმართოს, როგორც ვიცით და თქვენი წიგნის მოკლე შინაარსიც გაგვიზიარეთ. მადლობა დიდას აჭარის ტელევიზიას, ანუ ჩვენი ტელევიზია, ასე ვთქვათ, ინფორმატიული ვარ. მე ვესალმები მთელ საქართველოს. მე საუკუნის სევდა წიგნი, ანუ მოგონებები ჩემი, დავწერე, ანუ თავიდან ისევ წერდი მოგონებებს და ვიზიარებდი საზოგადოებრივ ქსელებს. მე ხანდახან YouTube არხში ვიდეოებსაც გავიზიარებდი. მე მეგობრების მირჩიეს და იდეა გამოჩნდა, რომ წიგნი მოამზადო. რაც შეეხება, მე არა ვარ არც პოეტი ვარ და არც სინამდვილეში მწერალი ვარ. დამეხმარეს მეგობრებმა, ასე გამოვიდა წიგნი, საუკუნის სევდა. ხო და აქ არის ჩემი მოგონებებია, 160+-იანია ეს. ზოგი მოგონებების სატირადია, ზოგი სათაჩივია, როგორ გითხრათ ახლა შემოგულად. ხო და საინტერესო მოგონებები. ქალბატონი შორენა ლომაძე აჭარის საკუთარ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დამეხმარა და დამაკავშირა ქალბატონი შორენა მახაჭაძესთან პროფესორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალბატონი შორენა მახაჭაძემ გარედაქტორ სწორად გაალამაზა წიგნი მე გავაკეთე რაღაც ოქროთი კატეგორიის ბათუმის ხო, წერალთა სტატუსი საქართველოს. აი, ბატონო ორჰან, სანამ კონკრეტულად ამ ორგანიზაციებზე და თქვენს ინიციატივებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენი საუბრის მთავარი ლაიტმოტივი, მთავარი თემა არის საუკუნის სევდა მოგონებებში თქვენი წიგნი. მოდით მისი შინაარსი გაგვიზიარეთ. მისი შინაარსი მაგალითად გეუბნებით. მე დავიბადე ქალაქ გირასულში, თურქეთის ქალაქ გირასულის ქართულ სოფელში. იმ ბავშვობისას დედა თურქი მყავდა, მე ქართველი არ მყავდა. სახში არ საუბრობდნენ ქართულად. ხო და მამაჩემი სულ ქართულად საუბრობდა გიზაჩებთან და მეზობლებთან. მე არ მესმოდა. ანუ მე 25 წლის ასაკში სტამბოლში ჩამოვედი და მე 45 წლის ასაკში ვისწავლე ქართული სტამბოლში პირველად მაშინდელი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში. მე დავაფუძნე 2017 წელს შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში. ანუ ამ განმავლობაში და ბავშვობაში რა იყო ჩემთვის საინტერესო მაგალითად. მაგალითად საქართველოში, თურქეთში, ანუ ემოციური ჩემთვის რა იყო საინტერესო ისინი ჩავწერე წიგნში. თუ გაინტერესებს, ერთ მოგიყვები და რა ვიცი ახლა შინაარსი. მოგვიყვებით. ყურადღებით მოგისმენთ, ბატონო ორჰან. მაგალითად, პირველად ქართულს რომ სწავლობდი, პირველად მამაჩემზე და წინაპრებზე წერილი დავწერე, ახლა მე მოკლედ მოგიყვებით ახლა განმარტებული ოპერაციებში.
ხოდა წავედი საფლაუზე, იმ წერილი მამაშენზე წავიკითხე, სინაფრეთზე წავიკითხე და მე ვუთხარი რომ სინაფრებო, მამაშენო, ყველანი ადექით და 1 საათი ქართულად ვისაუბროთ, მე ერთად დავწერო. დიახ. ბატონო ორჰან, საინტერესოა დღევანდელობა როგორია თურქეთში, დღევანდელი ქართველების პოზიციონირება როგორ ხდება თურქეთის რესპუბლიკაში. ასე ქვია თქვენს წინს კიდე ერთხელ განმეორდები, საუკუნის სევდა მოგონებებში. მე დარწმუნებული ვარ, არაერთი შთამბეჭდავი ისტორია იქნება აღბეჭდილი. დღეს როგორია ქართველების ყოფა ჩვენს მეზობელ თურქეთში ამ თემებზე რო ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, ეს ჩემი საკონფერენციო თემაა, რამდენიმეჯერ თქვენი ტელევიზიაში ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. თურქეთის 40-ის მეტი ქალაქში, 2/3 ტერიტორიაზე გავრცელებულად ცხოვრობენ გადასახლებული, ანუ მუჰაჯირი, ჩვენებული თქვა, თურქეთელი ქართველები და კიდევ არა გადასახლებული, მაგალითად, ტაუტლაჯეთის ისტორიული იმერხენის და მაჩახენის და არფინის ქართველები, ასეთი. ხოდა ესენი ჩვენ ახლა თურქეთში ვარ, ბევრი ასოციაციები სტამბოლში ადრე დაუთვლიდი, ადრე ვთვლიდი. მადლობა ღმერთს, რომ უკვე ვერთხი, ანუ ბევრი ვარ. შავზღვისპირა, მარმარილოში, როგორც თქვა ახლა ინოგოლში თუ ბურსაში თუ სხვა ქალაქებში სიროფში თუ რაღაცა ბევრი ვარ, რა ქვია, საზოგადოება ვარ, ანუ დიასპორა თურქეთის უკვე ძლიერი ვარ ჩვენ, უკვე საქართველოს შესახებ და ქართული კულტურის შესახებ, ქართული ენის შესახებ, ჩვენი ისტორიის შესახებ ბევრი რამ ვიცით ჩვენ თურქეთელი ქართველებს და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი პირველი მიზანია, რომ ჩვენი უწმინდეს ქართული კულტურაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და არა მარტო ჩვენი კულტურაზე წვლილი ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობაზე თქვა ამ შემთხვევაში და მეგობრობა შვიდობაზე წვლილი შევიტანოთ. ბატონო ორჰან, სტამბოლი სოფლიოს ეკონომიკური და კულტურული ცენტრია დღესდღეობით. საინტერესოა როგორია გამოხმაურება ქართული კულტურის დღეების მიმართ ადგილობრივებში, ჩამოსულ სტუმრებში, აი ამ ყველაფერზე რო ვისაუბროთ, საინტერესოა. აქ როგორ ისეთ თურქეთს თქვა, თურქეთელ ხალხს თქვა, უბრალოდ ძალიან უყვარს საქართველოს და ქართველები. ასევე აქ უნივერსიტეტები, როგორც თქვა ახლა ტელევიზიები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, თურქეთის სხვადასხვა სახელმწიფო თქვა, მაგალითად არმია, ისე ძალიან ახლო ისა საქართველოსთან კავშირი აქვს. ასევე მეზობელი ქვეყანა და მეგობარი ქვეყანა. აქ ტარდება ქართულ ასოციაციებში, ღონისძიებები, კულტურულ დღეები ხანდახან ერთობლივად საქართველოსთან მოდიან და არა მარტო ჩვენი მაგალითად ჩვენმა შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, სხვა ასოციაციებში მოდიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაციებში ჩვენს დავდივართ იქ, მაგალითად აქ ვაკეთებ ახლა მომავალ კვირად სამეთში ჩვენ გვაქვს სტამბოლის ასოციაციები ერთობლივად ქართული ენის დღეს აღნიშნავთ. ოღონდ ერთობლივად კონსულის ჩართება ჩვენი გენერალური საკონსულს აქედან თქვენი საშუალებით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ალექსანდრე ჭიშკარიანს, ასევე სიცოცხლის შეიტანა. ანუ ეს არა მარტო სტამბოლში, მაგალითად, თავისუფლება ახლა იყო რაღაცა ორი კვირის წინათ იყო ქალაქ სამსუნში გაიხსნა ერთი ქართული კულტურის ცენტრი და 17 ადამიანი იყო ჩამოწანებული საქართველოსთან სხვადასხვა მეცნიერები, პოლიტიკოსები, მინისტრები თუ სხვა, ანუ ჟურნალისტები. ანუ ისე თქმა მინდა, ძალიან ახლო კავშირი აქვს საქართველოს და თურქეთის შორის არის, ტარდება ბევრი კულტურული დღეები, რაღაცეები, მაგალითად აქ ზის ქალბატონის შორენა ლომაძე აჭარის ქალობის პრეზიდენტი, წელიწადში მაგალითად რამდენიმეჯერ ქალაქ სტამბოლში, სამსონში, ქალაქ ჩანაქარიში თუ სხვა ტერიტორიებზე, ქალაქ ირაკუში სკაუტები 20-იანი, 30-იანი ასეთი ჯგუფებს ამაიყვანს მაგალითად, აქ ძალიან აფასებენ, როგორც ვთქვათ, ასეთი კულტურის საქმე. ბატონო ორჰან, თქვენ შესანიშნავად საუბრობთ ქართულად, მიუხედავად ამდენი საუკუნეებისა, მადლობა რომ შეინარჩუნეთ ეს ქართული ფუძე, ქართული გენი და დღეს მსგავს პროექტებს ახორციელებთ. საინტერესოა ახალგაზრდა თაობაში თუ ხდება ქართული ენის შესწავლა და ამას თუ უწყობს ხელს თქვენი ასოციაცია. არა, ახალგაზრდებს როგორ გითხრა, მე 45 წლის ვისწავლე. ანუ რამდენიმე სიტყვის გარდა, სოფლის სიტყვის გარდა, ის არ ვიცოდი ქართული. ხო და
კითხვა წერა. თარგმნია, მომედროს თარგმნელის ვარ წერილით. ეს კითხვა. ხოდა რაც შეიძლება აქ ბოლოთაობა, ახლა მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის. თურქეთის სხვადასხვა ესეთი ჯერ კიდევ ისეთი ოჯახები არის, რომ ჯვენი კილოი თქვა, აჭარი კილოი, ქართულად საუბრობენ ჯერ კიდევ. მაგრამ ახალგაზრდებში იკარგება. აქ თურქულიც იკარგება, არა მარტო ქართული. ეს გლობალიზაციის გამოთვალა. ჩვენ იმიტომ ვჯავდობთ, რომ ასოციაციების საზოგადოებები თქვა ამ შემთხვევაში შევინარჩუნოთ ჩვენი უწმინდესი ენა, ქართული ენა. ენა შევინარჩუნეთ, დანარჩენი დეტალურია. მე ენამ მისწავლე, უფრო გავაფლოვდი საქართველოსთან და ახლა მაგალითად ქართულ ისტორიას თქვენ რომელიც წიგნად გკითხულობ, მე წიგნიდან გკითხულობ. რატომ? მე ენა ვიციო. ამიტომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ, სახელმწიფომ, ანუ უნივერსიტეტები როგორ კათა, აი მაგალითად გუშინ პირველი სანიმუშო დავდა მაგიდაზე, ბატონ დეივიდმა და ქალბატონ ლადე კონცენტრებს ამოიღეს ასეთი ბევრი წიგნი, ეს არის დედაენის წიგნი და აქ ასწავლეთ ისო, როგორ თქვა, მადლობა თქვენ ასე. ბატონო ორხანი, დიახ. ძალიან სასიამოვნო არასაც გვიზიარებთ და გვიამაყება და გვიხარია დელეგაციის წარმომადგენლებსაც ვკითხოთ, მოდით რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თურქეთის თანამშრომლობას, მსგავს ღონისძიებებს და რა მოაქვს აი ამ ყველაფერს, რა შედეგს მოუტანს ის ახალ თაობას. აი თქვენთან შედან დელეგაციის წარმომადგენელი, ვისაც სურვილი ექნება გაგცეს პასუხი. ცოტა ტელეფონის შორსა და ზუსტად როგორც გავიგეთ თქვენი შეკითხვები, ანუ გუშინ ის საუკუნის წევდა წიგნის პირველი პრეზენტაცია იყო ბათუმში. რაღაც ეკითვის წინათ იყო თუ რაღაცა, ხოდა ბათუმში იყო, ბათუმში გავაკეთეთ წელავდა სახლში, ხოდა ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი იყო, სერენადი იყო, წერილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით თედორაძეს და ქალბატონ ლალე კონცენტრიძეს, ის იქაც სამშობლოება მომწეს და რაღაც წიგნის პრეზენტაცია გავაკეთეთ. ხოდა გუშინ გავაკეთეთ სტამბოლში, ასევე თურქეთში საუკუნის წევდა წიგნის პრეზენტაცია. ხოდა აი ახლა არ ვიცი სახელები დავუყუროთ, თქვენ მაინც ისნოთ ქალბატონის ბატონ დავით თედორაძეს. დიახ, ვიცნობთ და მათი მოსაზრება გვაინტერესებს აი გუშინდელ ღონისძიებასთან პრეზენტაციასთან დაკავშირებით. ბატონო ტექნიკურად ვერ ხდება მიკროფონთან შორს არიან მიკო და პრინციპში ბატონმა ორჰანმა ამომწურავად გაგვცა მადლობა, უღმესი მადლობა. უღმესი მადლობა ორჰან ბერიძე. ეროვნული მნიშვნელობის საქმეს აკეთებს ბატონი ორჰანი და უღმესი მადლობა მას, ცნობიერებას უმაღლებს, ახალგაზრდა თაობას და ნიშანდობლივია ეს და როგორც უკვე თქვა, მთავარია ქართული ენის შენარჩუნება და სხვა დანარჩენი უკვე ამასთან ახლავს. უკვე დრო არის ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ, დღეისათვის სულ ეს იყო, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. ეხონდის. აღებულ